მოგესალმებით 13 საათია სრულიად საქართველოში ვიწყებთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის ღია ეთერში შუადღის გადაცემას ნიკო ცალანი, ანი ნინიძე და გიორგი წულაია ვიქნებით თქვენთან ერთად მოდით ვნახოთ თუ რა გველოდება დღეს გადაცემაში დღეს გადაცემაში ნახავთ მენტალური პათოლოგიები და გენდერი თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფსიქიატრი სერგო ცომაია პირველი ქართული კრიპტოვალუტა სფერო კოინი. გადაცემის სტუმრებია გიგა წულეისკირი და რამაზ გერლიანი. მომავლის ტექნოლოგიები, საით მიემართება სამყარო და რა სიახლეებია. გადაცემის სტუმარია კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ზურა მესხიძე. მენტალური არითმეტიკა, უსიმასის საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა ბათუმში. ვიხილოთ ლექსო ბერიძის რეპორტაჟი. გადაცემის სტუმარია ნინო მაღრაძე. დღეს კოქტეილების მსოფლიო დღეა. ვიხილოთ ნონა მგზავრიძის პირდაპირი ჩართვა და ვისწავლოთ ზაფხულის ტრენდული კოქტეილის მომზადება. და აი დადგა ის მომენტიც, როდესაც საყოველთაო ბიტკოინების ეპოქაში ადგილი ხვდა წილად ქართულ კრიპტოვალუტას სფერო ჰოლდინგის ესე იგი მონაწილეობით და პროექტის განხორციელებით პირველ ქართულ კრიპტოვალუტას ჩაეყარა საფუძველი, რომლის დეტალებზეც ახლა უფრო ვრცლად გვესაუბრება რამაზ გვარლიანი ეკონომიკური რეფორმების სპეციალისტი. მე ვთხოვ რამაზ თუ ესმის ჩემი გაგვცეს პასუხი. თბილისიდან ჩაგვერთვება ჩვენ სტუმარი. მე პირადად ვერ ვერკვევი საერთოდ ამ სფეროში. რას ნიშნავს კრიპტოვალუტა? ყველაზე პოპულარული პასუხია ბოლო პერიოდში ვერ ვერკვევი კრიპტოვალუტაში. თუმცა გავთანხმდებით იმაზე, რომ ფული უძველესი დროიდან დაგროვების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება და თასოთ ელექტრონული ფული დღეს ყველაზე თქო პოპულარულიც სამომდროულად. გამარჯობათ ბატონო რამაზ. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან გადაცემაში. მომწონს თქვენი ბექგრაუნდი ამ თემაზე სასაუბროთ. ესე იგი პირველი კრიპტოვალუტა, ხო? ქართული კრიპტოვალუტა ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ დღეს. მოგვიყევით ამ პროექტის შესახებ, ამ საინტერესო წამოწყების შესახებ ყურადღებით მოგისმენთ. მოგეხსენებათ, რომ სფერო ჰოლდინგა მასთან შემავალი ვთქვათ ორგანიზაციის ეგიდით, როგორც არის სააქციო საზოგადოება სფერო ინვესტი, შექმნა კრიპტოვალუტა, როგორც თანამედროვეობის ვთქვათ ჭყალებში დასაკვირველია ფული, დაგროვების ერთ-ერთი საშუალება, საინვესტიციო ერთ-ერთი საშუალება, რომელსაც დასაკვირველია ქვია სფერო კოინი. შესაბამისად, ეს კოინი, როგორც სხვა კლასიკური კოინები, სოფლიოში ვთქვათ არსებული, იგივე ვთქვათ ტიპისა, ოღონდ გარკვეული ვთქვათ ნოუ-ჰაუთ და განსხვავებით აქვს ამ შემთხვევაში წარმოდგენილი მას ეს ბაზარზე. ის შექმნილი არის ერთ-ერთ საუკეთესო პლატფორმის ვთქვათ ბაზაზე, როგორც არის ეთერიუმის ბაზა. მეტნაკლებად ვინც კი ამ სექტორში ერკვევა, ყველა მიცის დასაკვირველია ეთერიუმის ბაზა, მისი ესე ვთქვათ მოცულობით ეს ვთქვათ მნიშვნელობა მთელ სოფლიოში არის ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, კარგად დაცული, რაც ყველაზე ვთქვათ მთავარია და სტაბილური ეს ვთქვათ ბაზაა და შესაბამისად სწორედ აი ამ ბაზაზე არის ვთქვათ დაშენებული სფერო კოინი, რომელიც დასაკვირველია სანდოობას 1-2 ზრდის, ვინაიდან ის არის ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში ეთერიუმის ბაზაზე წარმოებული. პლუს ამას ემატება ის ესე ვთქვათ დამატებითი ბენეფიტები, როგორც ამ შემთხვევაში არის მისი უზრუნველყოფა იმ პროდუქტებით, რომელიც სფეროში შემავალ კომპანიებს აქვს და კერძოდ ამ შემთხვევაში საუბარი არის იგივე უძრავი ქონებით, რაც კიდევ ერთხელ მას ძენს ვთქვათ მნიშვნელობას, რომ ის იქნება პრაქტიკულად ესე ვთქვათ მოთხოვნადი, როგორ არის საერთოდ კრიპტოების ნაწილში, თუ კრიპტოზე არის ვთქვათ მოთხოვნა, შესაბამისად მისი ფასი მიიწევს მაღლა და შესაბამისი დაინტერესებაც არსებობს მთელი მსოფლიოს ვთქვათ მასშტაბით. დასაკვირველია, როგორც საერთაშორისო დონის ციფრული ვთქვათ ვალუტა, ის მთელ მსოფლიოში იქნება ვთქვათ ხელმისაწვდომით, მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება ქართული ვთქვათ საზოგადოების საქართველოს სივრცისთვის, ვინაიდან ეს უძრავი ქონება ძირითადად არის ვთქვათ საქართველოში და შესაბამისად ძირითადი მოთხოვნა სწორედ ამ უძრავი ქონების მიმართ სწორედ ადგილობრივ ვთქვათ რეზიდენტებს ექნებათ და ეს კიდე მეორე ესეთი ბენეფიტია, რომელიც დასაკვირველია მას კიდევ ესე ვთქვათ უფრო სტაბილურს და მიმზიდველს ხდის. კრიპტოს შესახებ ბევრმა ასე ვთქვათ უმეტესმა საზოგადოებამ
ბევრი ესე ვთქვათ არაფერი არის ის მის შინასწორებულ ნაწილს და ლოგიკურია ესეც უნდა იყოს აი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ხშირად ვუყურებთ დაუშვათ ტელევიზორს ხო აი სწორედ ამიტომ ბატონო რამას აი ჩვენც ბევრი არაფერი ვიცით კრიპტოვალუტის შესახებ აქედან გამომდინარე ქართული სფერო კოინის პარალელურად რო აგვიხსნათ ზოგადად კრიპტოვალუტის მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში მუშაობის მექანიზმი კი ბატონო, კრიპტოვალუტას აქვს ორი ესე ვთქვათ მნიშვნელობა. ერთი პირველი დაგროვების საშუალება, საინვესტიციო ვთქვათ საშუალება, ანუ ყიდულობ და მე დროთა განმავლობაში მის ზრდის შედეგად და მის ესე ვთქვათ ნიანდრირების შედეგად, ანუ ფასის ზრდისა და კლების შედეგად, ამაში რასაკვირველია ტრეიდერული მიდგომებით, ვაჭრობით ესე რომ ვთქვათ, იგებ. და მეორე, ის ამარტივებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეგრეთ წოდებულ ტრანზაქციებს. ანუ პრაქტიკულად ერთი მხარე, პირობითად მოთხოვნის მხარე და მეორე მხარე ვთქვათ, მიწოდებს ეს შეიძლება საქონელი იყოს, შეიძლება მომსახურება. ეს ორი მხარე პირდაპირ პოულობს ერთმანეთს და კრიპტოს მეშვეობით აბსოლუტურად ესე ვთქვათ, ანონიმურად სანდობ მესამე სუბიექტის ჩართვის ვთქვათ გარეშე ერთმანეთთან აკეთებს ვთქვათ ანგარიშწორებას და ამას უზრუნველყოფს ეგრეთ წოდებული ბლოკჩეინის ვთქვათ სისტემა, რომელიც უნიკალური კოდით იწერება თვითეული ერთი ტრანზაქციისთვის და მასში მესამე მხარის ჩართვა ან აღმეგზით გაყალბება, ან ესე ვთქვათ იქ რაღაც კონტროლი აქვს ფიზიკურად ვთქვათ შეუძლებელი და სწორედ აი ბლოკჩეინის სისტემამ ახალი სიტყვა თქვა მთელ სოფლიოში და სწორედ რასაკვირველია სფერო ვთქვათ კოინიც ამ შემთხვევაში სწორედ ამ სისტემას ეფუძნება ესე როგორც სხვა ვთქვათ რიგითი ვთქვათ კოინები და კრიპტო ვთქვათ ვალუტები და რასაც ვახსენებ ჩვენ ბლოკჩეინის სისტემა აი ამ სანდოობას ზუსტად უზრუნველყოფს რომ ეს იყოს ერთის მხრივ სანდო ესე ვთქვათ გადარიცხვა მანამდე ძველ დროში იყო ესეთი სისტემა paper-ზე ძახავდნენ როდესაც ორი მხარე მყიდული და გამყიდული რაღაცნაირად ყოფილიყო ესე ვთქვათ დაზღვეული და ამ კრიპტო ესე ვთქვათ სისტემამ ბლოკჩეინის მეშვეობით ეს პრაქტიკულად ჩაანაცვლა ეს თელ სოფლიოში და ის გახადა ესე ვთქვათ ძალიან მოთხოვნადი ძალიან ესე ვთქვათ დიდი მოთხოვნა არის სწორედ ამ სახის ესე ვთქვათ ტრანზაქციებზე ბატონო რამას თქვენ ახსენეთ რომ გარკვეულწილად რაც უფრო მეტია ინტერესი მით უფრო მეტად იზრდება მისი ფასი გითხარით ამ კონკრეტულად ამ ქართული კრიპტოვალუტის ფასი დღეს როგორია ვინაიდან შეიძლება ითქვას რომ ახალი პროდუქტია ბაზარზე და როგორ ფასდება ამ შემთხვევაში მისი ღირებულება ყველა კრიპტო ესე ვთქვათ ვალუტა რომელიც ახალი ესე ვთქვათ ახლა შემოდის ბაზარზე და თითქმის ყველა პლატფორმას აქვს იქ ანუ ველი სადაც ახალს ესე ვთქვათ მონიშნავ ნიუ ანუ ახალი რაც არის და მისი საწყისი ფასი როგორც ყოველთვის არის ყოველთვის ვთქვათ ძალიან დაბალი პირობითად ყველაზე ნომერ პირველი ესე ვთქვათ კრიპტო რო ავიღოთ როგორც არის ბიტკოინი რომელიც 100,000-ის ფარგლებში მერყეობს ისიც კი თავის დროზე ძალიან მიზერიდან ვთქვათ დაიწყო ყველა კრიპტო იწყებს თავის ვთქვათ სტარტს ვთქვათ დაბალი ესე ვთქვათ ნიშნულობიდან აქ საუბარი არის ამ შემთხვევაში დაახლოებით ცენტის მეოთხედიდან 9 ცენტამდე საწყის ეტაპზე. კიდევ ერთი დამატებითი ბენეფიტი, რის გამოც სფერო კოინის ვთქვათ ზრდა არის ვთქვათ გარანტირებული, არსებობს საერთოდ კრიპტოები, რომელიც იყოფა ორ ნაწილად. ერთი, რომელიც ლიმიტირებული არის, განსაზღვრული რაოდენობა უნდა გამოვიდეს და მერე მეტი აღარ გამოდის, და არსებობს კრიპტოები, რომელთა რაოდენობას მუდმივად ვთქვათ ემატება. ამ შემთხვევაში სფერო კოინი განეკუთვნება იმ ნაწილს, რომელიც არის ლიმიტირებული. სულ არის ვთქვათ 20 მილიონი ვთქვათ გამოშვებული, 20 მილიონი კოდი ესე რომ ვთქვათ. შესაბამისად, ეს როგორც კი ბაზარზე ჩაეშვება, მის რაოდენობას არ მოემატება. აქედან გამომდინარე, მისი ფასი მუდმივად წავა მაღლა. ანუ ის არ არის ეგრეთ წოდებული სტაბილ კოინი, რომელსაც ასტაბილურობენ ვთქვათ ხელოვნურად, რომ სავაჭრო შუამავლად გამოიყენოს. ის არის ჩვეულებრივი კლასიკური კოინი, რომელიც არის ლიმიტირებული და აქედან გამომდინარე, მისი ფასი ამ ესე ვთქვათ დაბალი სასტარტო ესე ვთქვათ ღირებულებიდან მოთხოვნის შესაბამისად ვთქვათ წავა მაღლა და რასაკვირველია რამოდენიმე ათეული და შესაძლოა ამ შემთხვევაში იგივე ასეული დოლარით გახდეს. რატომ გადაწყვიტეთ ქართული კოინის შექმნა? რა მოცემულობამ გიკარნახათ ეს? მოგეხსენებათ რომ თანამედროვეობას ტექნოლოგიებს ფეხი უნდა აუწყოთ და ეს არის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების აბსოლუტური ვთქვათ მოთხოვნა ამ შემთხვევაში და ეს გაცილებით ვთქვათ გაადვილებდა როგორც მულტიფუნქციური კორპორაციის ვთქვათ მოღვაწეობას ჩვენ არა მარტო ქართულ არეალზე ვართ წარმოდგენილი ევროპის არეალს მათ შორის იგივე აზიული ქვეყნების არეალშიც იგივე ესე ვთქვათ წარმოდგენილებას სხვადასხვა ვთქვათ მიმართულებით და შესაბამისად ეს ერთიორად მათ შორის ჩვენ საქმიანობასაც ამ შემთხვევაში სფეროს საქმიანობასაც ვთქვათ შეუწყობდა ხელს და მეორე ეს არის ისეთი პროდუქტი რომელიც ბიზნეს სექტორისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს და სწორედ ამან გამოიწვია. ანუ სეგმენტი ძირითადად რეალურად მომხმარებელია კოინის არის რაღაცა კონკრეტული ხომ ბიზნეს სექტორი. იმიტომ ესე მოქალაქეებში მე ვფიქრობ ჯერ ინფორმირებულობა არ არის გაზრდილი ხომ და რამდენად იყო თქო საქართველოს ზოგადად მზად თავისი კოინისთვის ამიტომ ვიკითხე. ეს მიუხედავად იმისა ქართულ სივრცეშია შექმნილი და ამიტომ დავარქვით ქართული ვთქვათ კოინი ის რეალურად წარმოადგენს მსოფლიო ჩვეულებრივ ესე ვთქვათ
სავაჭრო ესე ვთქვათ coins, იმიტომ რომ ღია არის, ის არ არის მხოლოდ ამ საქართველოს სივრცეში მოქცეული. მარტივად რო ვთქვათ, ზოგიერთ ესე ვთქვათ, ბევრი პლატფორმა არსებობს და კერძოდ ახლა ერთი არ გავამახვილო ყურადღებას. დაახლოებით 260 მილიონი ესე ვთქვათ მომხმარებელი ყოველ ესე ვთქვათ დღიურად ვაჭრობს ამ კრიპტო ესე ვთქვათ ბაზრებზე და ამ კრიპტოების რაოდენობა დაახლოებით ვთქვათ 3000-მდეა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლიო ბაზარი ამისთვის მზად არის. მათ შორის საქართველოსთან სტატისტიკას შემდეგია 100,000-ზე მეტი ესე ვთქვათ სუბიექტი, კერძო სუბიექტი დაინტერესებული არის და სავაჭრო ვთქვათ სხვადასხვა პლატფორმებზე და სხვადასხვა ესე ვთქვათ მიმართულებით ვაჭრობს. ეს არ არის ესე ვთქვათ პატარა ციფრი და შესაბამისად რასაც როგორც ბიზნესი, როგორც საინტერესო ვთქვათ პროდუქტი, რომელიც მეორეს მხრივ სანდოობას ზრდის ბევრად ესე ვთქვათ კომპანიების და მათ შორის იმიჯური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, სწორედ აქედან დაინტერესება სფერო იმ თვალსაზრისით, რომ მას ესე ვთქვათ მოეხდინა სფერო კოინის ვთქვათ გამოშვება და ის ჩაეშვა როგორც საერთაშორისო ვთქვათ მასშტაბით, ასევე ქართული ვთქვათ ქართველი მომხმარებლისთვის საქართველოს ბაზარზეც რო ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამას იმიტომ უშუალო ხალხს, რომ სამწუხაროდ საქართველოს ესე ვთქვათ მოსახლეობისთვის ბევრი პლატფორმა ნაკლებად ხელმისაწვდომია, არეალებადაა დაყოფილი რისკიანობიდან გამომდინარე და ძირითადად სფერო კოინი ამ ბოლო ეტაპზე, როდესაც 9 ესე ვთქვათ მაისის ბატონ რამაზ ბოდიშით რომ გაწყვეტილებთ, თუ შეგიძლიათ ეკრანი გაასწოროთ, თქვენი ტელეფონი დაეცა, ჩვენ ესე ვარაუდობთ და ვერ გხედავთ კარგად. გამოჩნდა ბოდიში ბატონო რამაზ, აქ ალბათ მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებოდა თქვენ აღნიშნეთ საკმაოდ მსხვილი რიცხვები. ზოგადად სოფლიოში მიმოქცევის რეგულირებაზე გითხარით, როგორ რეგულირდება კრიპტოვალუტის მიმოცვლა, მიმოქცევა უпростоრად და ამ ნაწილში ქართული კრიპტოვალუტა როგორ ასე ვთქვათ მაუწყო ფეხი ამ ყველაფერს. რაღაც ტექნიკური პრობლემა აქვს, როგორც ხედავთ. აბა როგორ ჩანს ჩვენი სტუმარი, ვკითხოთ რეჟისორს. სამწუხაროდ კონტაქტი ამჟამად არ გვაქვს ბატონ. ძალიან საინტერესო თემა, სხვათა შორის გათვითცნობიერდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის საკმაოდ რთულია ეს სფერო, ამის მიუხედავად მე მგონი გავიგე და რაც მთავარია, გასაგებია რომ რაღაც გარკვეულმა მოცემულობამ გვიკარნახა რომ შეგვექმნა ჩვენი კოინი, გამომდინარე იქიდან ფეხი უნდა აუწყოთ ტექნოლოგიებს, ტექნოლოგიურ განვითარება, ბუნებრივია გულისხმობს კრიპტო ვალუტის აქტუალობას, თუმცა მაინც მგონია რომ ცნობიერებაზე ჯერ კიდევ არის სამუშაო და ამ თემაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ალბათ ბევრი ტექნიკური უნარჩვევები და ცოდნა ჭირდება, ვინაიდან ჩვენ ვთქვით რომ შეიძლება კონკრეტულმა ფიზიკურმა პირმა ვერ გამოიყენოს ის სრულად თავისი ღირებულებით, როგორი შეიძლება სექტორმა. ამიტომაც ბატონ რამაზთან შემდეგი კითხვით გადავალ. მოქალაქეები როგორ შეძლებენ კრიპტოვალუტის შეძენას, აი თუნდაც ჩვენი გადაცემის დასრულების შემდეგ საინტერესოა. ისმის ხო ჩემი ხმა? დიახ. ესე იგი, ანუ პირველი კითხვა რა ტიპის ის არის მთელ სოფლიოში, რასაკვირია ქვეყნების მიხედვით ეს რეგულაციები განსხვავებულია, უმეტეს ქვეყანაში არანაირი რეგულაცია არსებობს, უფრო მეტიც. ზოგმა ქვეყანამ წინ გადადგა ნაბიჯი და საერთოდ ოფიციალურად გადახდათ სავაჭრო ესე ვთქვათ ობიექტებზე დაუშვა კრიპტო და რეგულაციის არარსებობა გარკვეულწილად სანდობის ფაქტორს ხომ არ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვეუბნება იმას, რომ მომავლის ფული არის ხალხალოდ ისე ვთქვათ კრიპტო სამყარო და კრიპტოვალუტა. რაც შეეხება თვითონ ჩვენი მოქალაქეებს ვთქვათ როგორ შეიძლება, ჩვენ ამ შემთხვევაში სფეროს ჰქონდა 9 მაისს ღონისძიება, სადაც 100 კოინი დაურიგდა ყველა დამსწრე მოწვეულს გასულმა საჩუქრად, საწყისის ვთქვათ ეტაპისთვის და იქვე ჩვენ ჰქონდა ესეთი რაღაც პატარა სიურპრიზივით შეფუთვებში იყო ვთქვათ სიმბოლურად მოცემული კბილელობა შოკოლადი და უკან ჰქონდა ეგრეთ წოდებული QR კოდი. ამ QR კოდის დასკანირებით ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ შესაბამის ველზე, სადაც მოხვდებით სფეროს ვთქვათ საიტზე, სადაც თვითონად არის ინსტრუქცია მოცემული თუ როგორ შეიძლება საკუთრებაში ავიღოთ ამ შემთხვევაში სფერო კოინი, რომელ პლატფორმებიც შეგვიძლია საქართველოსთან ესე ვთქვათ ხელმისაწვდომობა გქონდეს და შესაბამისად ამ შემთხვევაში მოწვეულ სტუმრებს 100 კოინს ვთქვათ საჩუქრად ერგოთ და პლუს ამის შემდგომ ვინც კი ვთქვათ შემოვა ჩვენ საიტზე ის ძალიან მარტივად ვთქვათ დაიმკვიდრებს საკუთრებაში თუ პრობლემა ექნება და ტექნოლოგიურად გარკვეული ვთქვათ ნაწილი იქნება ჩვენი ესე ვთქვათ ტექნიკური სამსახური მუდმივად ვთქვათ მზად არის რომ გარკვეულწილად დააკვალიანოს როგორ შეიძლება მან ეს ვთქვათ სფერო კოინი როგორც პირდაპირ და მათ შორის უახლოეს მომავალში ასევე ექნება საქართველოს მომხმარებელს და ასევე საერთაშორისო დონეზე რა გზით შეიძლება მათ გამოიყენონ სფერო კოინი უშუალოდ ვთქვათ სფეროს პროდუქტებთან მიმართებაში იქნება უძრავი ქონება იქნება ეს ობლიგაციები სააქციო საზოგადოების
თუ აქციები, რომლის ვაჭრობასაც მალე ესე ვთქვათ, ასევე ესე ვთქვათ, ჩაშვებას აპირებს, ვთქვათ. ბატონო რამაზ, არსებობს მოსაზრება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლოა პერსპექტივაში ან ამჟამად მე არ გულისხმობ Sphero Coins ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არამედ ზოგადად გლობალურად კრიპტოვალუტის თემას ხომ არ გახდება კრიპტოვალუტა, თქვათ, შავი ტრანზაქციების არაკონტროლირებადი ფულის გადახდის საშუალება მომავალში იგივე საეჭვო ორგანიზაციების მიერ ან თუნდაც არალეგალური გზით ვაჭრობის კუთხით. ამ ხრივ რა პასუხი გაქვთ თქვენ საქმეს? კრიპტოვალუტები ძალიან ასე ვთქვათ, მკაფიოდ უნდა გავსაუბროთ. კრიპტოვალუტები სწორედ გამოირჩევიან როგორც ლეგალური, ასე ისინი არის პრაქტიკულად მესამე პირი ვერ ერევა მათ. ამიტომ შესაძლოა გამოყენებული იყოს ლეგალურადაც და გამოყენებული იყოს არალეგალურადაც. აი მაგალითად იარაღი წარმოვიდგინოთ. ხო, იარაღი შეიძლება გამოიყენოს ცუდმიმართვე და შეიძლება გამოიყენოს საჯარისო ნაწილებმა თავდაცვისთვის, ხო? სწორედ ეს არის იარაღი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს თუნდაც იმ შავმა ნაწილმაც, მათ შორის. ეს არ არის რასაკვირველია გამორიცხული და რასაკვირველია თუნდაც იმ შავის ვთქვათ ნაწილის გამოყენების შემთხვევაშიც მისის უპირატესობები არ იკარგება, იმიტომ იმდენად აადვილებს ამ მთელ სოფლიოში არსებულ ეგრეთ წოდებულ საშუალოებებს, საკომისოებს, რომელსაც ხშირად ახლავს ეს წინამდებობის საბანკო ტრანზაქციებს და ასე შემდეგ. სწორედ ამით არის ვთქვათ კრიპტო და ბლოკჩეინის სისტემაზე გამორჩეული კრიპტოსამყარო და ბლოკჩეინის სისტემა, რაც უზრუნველყოფს როგორც ვთქვათ დაცულობას, ასევე რასაკვირველია ორი მხარე მუდმივად არის ესე ვთქვათ ერთმანეთთან ისეთ ურთიერთობაში, სადაც მესამე ნაწილი ეს ვთქვათ ვერ ერთვება მას. თუ ბიზნესისთვისაც ის გაადვილებულია და მათ შორის შესაძლოა იგივე შავი მარტოებითაც იყოს გამოყენებული, ამას არ გამორიცხავს ისე როგორც იარაღის შემთხვევაში. აკონტროლებს ამას ვთქვათ იგივე შესაძლებელია ამის გაკონტროლება კიბერუსაფრთხოების კუთხით, ვთქვათ, საეჭვო ტრანზაქციებს გულისხმობ. თუ შეუძლებელია ამ ეტაპზე. საეჭვო ტრანზაქციების მიმართულებით არ ვიცი რა ესე ვთქვათ რეგულაციები შეიძლება იყოს, იმიტომ მე კერძოდ ამ შემთხვევაში ეკონომისტი ვარ და ამ დონეზე, ამ სიღრმეში შეიძლება ვერ ჩავიდე და არ მინდა რომ ვთქვათ რაღაც ბუნდოვნებაში შევიყვანო, ვთქვათ აყურებელი. ანუ ის უკვე ტექნიკურად რა შესაძლებლობა იქნება, ეს უკვე მეორე ნაწილი არის, რამდენად ეს ვთქვათ კიბერუსაფრთხოების ნაწილზე, მაგრამ როგორც წესი, coins blockchain-ის სისტემის თვალსაზრისით, ანუ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არანაირი პრობლემა არ აქვს. ანუ მას მისი მხრიდან რაიმე კოდების გატეხვა ამ ქვეყნის მასშტაბით ეს არ ხდება. blockchain-ის შემთხვევაში არსებობს მხოლოდ და ორი მხარე, თელ სოფლიოში გაბნეული ვთქვათ სისტემა, ეგრეთ წოდებული ბლოკებად და შესაბამისად ეს უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და ამიტომ მისი გატეხვა, მისი ესე ვთქვათ რაღაც შემდგომ უკვე განადგურება ან ვიღაცის აფსაიდში დატოვება და ფულის დაკარგვა, თუ ეს შენ თვითონ არ მოინდომე და შენი კოდები ესე ვთქვათ არ დაიმახსოვრე, ან იმას ქენი, ან არ წაშალე, სხვა ამ ხრივ არის აბსოლუტურად ვთქვათ დაცული. პრაქტიკულად კიბერშეტევისგან თვითონ კრიპტოსამყარო და ბლოკჩეინის სისტემა არის 100% ვთქვათ დაცული. ბატონო რამა, საინტერესო იქნება როგორც დილეტანტს ამ საკითხში კითხვა გამიჩნდა, მაგალითისთვის ქართულ კრიპტოვალუტას თუ ექნება რაიმე გავლენა, მაგალითად ქართულ ვალუტასთან მიმართებაში, იგივენაირად მის გამყარებასთან ან ასე ვთქვათ ინფლაციასთან მიმართებაში, რაიმე გავლენა თუ ექნება მაგალითად ლართან მიმართებაში ქართულ კრიპტოვალუტას. მას პირდაპირ ეს ვთქვათ გავლენა ამ შემთხვევაში ნეგატიური რასაკვირველი არ ექნება, იმ შემთხვევაში თუ ესე ვთქვათ ლარის მეშვეობით მოხდება ესე ვთქვათ შესყიდვა იგივე ვთქვათ Sphero Coin-ის ან ნებისმიერ კრიპტოვალუტის, რასაკვირველია ლარზე მოთხოვნას გაზრდის და პირიქით სიმყარეს და სანდოობას მათ შორის ვთქვათ ლარსაც, იმიტომ არსებობს ესეთი სისტემა, ალბათ მომხმარებელმა ყველამ კარგად იცის, ეგრეთ წოდებული P2P, სადაც ლარის ფიგურირებს P2P სისტემით, ბელ პლატფორმაზე გამოიყენება, სადაც პირდაპირ ლარით ნებისმიერი კითხვას შეძენა შეგიძლია და მათ შორის იგივე ასე ვთქვათ რასაკვირველია Sphero Coin-ისაც. შესაბამისად ეს ლარზე მოთხოვნას ზრდის და ლოგიკურია მოთხოვნა რა ზრდება, ის მის სტაბილიზაციას იწვევს. ამიტომ ლარზე რასაკვირველია ექნება დადებითი ზეგავლენა. თქვენ ახსენეთ ასევე know-how საინტერესოა რა სენს განსაკუთრებულ სიმყარეს ქართულ კრიპტოვალუტას სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით. რითი არის ის გამყარება? ეს არის სწორედ აი ეს ქონებით, ეგრეთ წოდებული ქონებით უზრუნველყოფა, იმიტომ რომ ბევრ ესე ვთქვათ კრიპტო მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად არის ვთქვათ წარმოდგენილი, ეს სასაკუთრებო ელექტრონულადაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ესე ვთქვათ გამომშვების სუბიექტი არ უშვებს რაღაც ესე ვთქვათ თავის ან არ არის იმ დონის სუბიექტი, შეიძლება არ იყოს კორპორაცია ან ამ შემდეგ, რომ თავის პროდუქტები მათ შორის შესაძლოა იქ ივაჭროს იგივე ვთქვათ კრიპტოთი და სწორედ ეს სენს ამ შემთხვევაში მას მიმზიდველობას, იმიტომ რომ მას ესე ვთქვათ მოთხოვნა იქნება, მოთხოვნის შექმნა
კრიპტოზე ნიშნავს იმას, რომ მისი ფასი მიიწევს მაღლა და რაც ყველაზე მთავარი არის ამ შემთხვევაში ლიმიტირება, ანუ ის არის ლიმიტირებული. არსებობს დასაკვირველი რამოდენიმე ასევე ლიმიტირებული ვთქვათ კრიპტო, თუმცა ისინი უძრავი კონტენტ არ არიან სხვა შემთხვევაში გამყარებული და ეს ძალიან ვთქვათ ერთის მხრივ ნოუ-ჰაუც არის და მეორე მხრივ ვთქვათ ძალიან სიმყარეს ძენს და სანდოულობას ამ შემთხვევაში ქართულ კრიპტოს. ზოგადად თქვენ ახსენეთ რომ 9 მაისს გქონდათ ღონისძიება საინტერესოა დამსწრე საზოგადოებისგან და სტუმრებისგან რამდენად იყო ინტერესი და ამ დროისთვის რამდენიმე მომხმარებელი ყავს ქართულ კრიპტოვალუტას მათ შორის თქვენ ლიმიტირებული რაოდენობა ახსენეთ და ამ კუთხით საინტერესო იქნებოდა დაახლოებით რა პერიოდში შეელოდებით მის ასე ვთქვათ სრულად მოცვას თუ ათვისებას. დაახლოებით სპეციალისტების გათვლით წლის ბოლომდე არის ვთქვათ 20 მილიონის ჩაშვება ასე ვთქვათ დაგეგმილი 20 მილიონი ჩაშვას. ბოლო მონაცემებით რაც მე მქონდა ინფორმაცია შესაბამის პლატფორმები აპრობაციისთვის ეგრეთ წოდებული პერიოდისთვის ითხოვენ შესაბამის ვთქვათ რაოდენობის მომხმარებელს დაახლოებით 500-მდე ვთქვათ მომხმარებელი არის ახლა შემოსული. სხვადასხვა წილებით არის ვთქვათ წარმოდგენილი როგორც მე ასევე ვთქვათ სხვა ასე ვთქვათ სუბიექტებიც ვინც ამ სფეროთი ისედაც იყო ვთქვათ მანამდე დაინტერესებული და რასაკვირველად დიდი არის ინტერესი ყოველდღურად ჩვენი ტექნიკური სამსახური აკვალიანებს და უხსნის თუ რომელ პლატფორმებზე შეუძლიათ შეიძინონ და როგორც ვთქვათ დაემკვიდრონ საკუთრებაში ვთქვათ კრიპტო და რა კუთხით შეიძლება გამოიყენონ მათ. კი ბატონო, უღრმესი მადლობა საინტერესო ჩართვისთვის და სიახლისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი ქართველისთვის უკვე შეიძლება შემოსავლის მთავარი წყაროც შეიძლება გახდეს. ნახოთ, მადლობა. დიდი მადლობა. პირველ ქართულ კრიპტოვალუტაზე ვსაუბრობდით, Sphero Coin-ზე და ჩვენი სტუმარი გახდათ რამაზ გერლიანი, უკაცრავად. შემდეგი თემა გახლავთ მენტალური არითმეტიკა და როდესაც ამ თემას ჩავუღმავდი აღმოჩნდა რომ მენტალური არითმეტიკა გახლავთ მუსიკა მათემატიკაში, როგორც ბავშვები მიყვავს ხოლმე ფორტეპიანოზე მუსიკის და ფორტეპიანოს შესასწავლად და მათ სჭირდებათ ნოტები რომ აითვისონ საფუძველი ბუნებრივია. დიახ, ისევია მენტალური არითმეტიკა ბავშვებისთვის, რომლებიც თქვათ მათემატიკური კუთხით არიან გათვითცნობიერებულები და ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ჩვენ დღეს ჩართვაც გველოდება უსიმასის საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა ბათუმში იქიდან ჩაგვერთვება ჩვენი ჟურნალისტი ლექსო პერიძე რომელიც დეტალურად მოგვიყვება ამ წამოწყების შესახებ ლექსო გამარჯობა ლექსოს რეპორტაჟს ვიხილავთ და შემდგომ უკვე ჩვენ სტუმარს მივესალმებით და ვრცლად ვისაუბრებთ დეტალებს რეპორტაჟი ვნახოთ და სტუმართან ერთად ჩაგერთვებით პირდაპირ ეთერში დღეიდან ბათუმი მოლში ახალი სივრცე გაიხსნა საგანმანათლებლო სივრცე, სადაც მოზარდებს შეეძლებათ STEM-ის მიმართულებით მიიღონ განათლება, რა თქმა უნდა, ბათუმი მოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ყოველ ახალ და საინტერესო წამოწყებას და წარმატებებს უსურვებს მას. ასე რომ თუ გიყვართ რიცხვები და გამოთვლები, შემოვერთდით UCMAS Georgias აკადემიას და განავითარეთ თქვენი უნარები. ხოლო 16 ივნისიდან გელოდებით საზაფხულო სკოლის გახსნას. ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ამ საზოგადოებას საინტერესო და ხარისხიანი საგანმანათლებლო შესაძლებლობებით, რომლებიც ბავშვებში რეალურ უნარებს და თვითრწმენას განავითარებს. UCMAS არის გონებრივი განვითარების საერთაშორისო აღიარებული პროგრამა, რომელიც იყენებს მენტალურ მათემატიკასა და აბაკუს ბავშვებში კონცენტრაციის, მეხსიერების და კრეატივის გასაძლიერებლად 4 წლიდან 14 წლამდე. აკადემიის ფარგლებში ასევე ვთავაზობთ ინოვაციურ პროგრამებს, როგორიცაა რობოტექნიკა, ინჟინერიის სამუშაო შეხვედრები და ჩვენი უახლოესი პრაქტიკული სასწავლო გამოცდილება ბიზნესი ანუ მშენებლობა. ჩვენი ახალი სივრცე ბათუმი მოლში შექმნილია, რომ იყოს ინტერაქტიული, შთამაგონებელი და მოსახერხებელი ოჯახებისთვის. ამ წელს ვიწყებთ ყოველკვირეულ გაკვეთილებს, შაბათ-კვირის ვორქშოპებს და საინტერესო ზაფხულის სკოლას, რომელიც ივნისიდან დაიწყება და გაგრძელდება 22 აგვისტოს ჩათვლით. მნიშვნელოვანი სიახლე არის ასევე ისიც, რომ 2025 წელს საქართველოს UCMAS-ის საერთაშორისო შეჯიბრსაც უმასპინძლებს და კონკურსის ფარგლებში ჩვენ ქვეყანას 93-ზე ქვეყნიდან ელოდება სტუმრებს და ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, ხო? კი, ჩვენი სტუმარი გახლავთ ნანა მაღრაცე, UCMAS საქართველოს წარმომადგენელი. გამარჯობათ, ქალბატონო ნანა. მადლობა რომ ხართ დღეს შუადღის ეთერის სტუმარი.
დიდი მადლობა ამ პროექტის შესახებ. უერთობით მოგისმენთ. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის მივესალმები ჩვენს მაყურებელს. როგორც სიუჟეტში აღნიშნეთ, ჩვენ წელს ბათუმში გავხსენით საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, თუმცა ეს არ არის ახალი, ანუ ჩვენ არ ვართ ახალი წარმოდგენილები საქართველოში. UCMAS-ი უკვე მრავალი წელია საქართველოში არის, ეს გახლავთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა, როგორც აღინიშნა, და ვართ როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, გორში და მალე სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსაც მოვიცავთ და ძალიან პოპულარულია უკვე ეს პროგრამა საქართველოში, აღიარებულია. მოდით უფრო ცვლად გვიამბეთ პროგრამის შესახებ, მენტალური არითმეტიკა ბოლო დროს ძალიან აქტუალურია, ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად. მეთოდიკა თქვენი როგორია და რით განსხვავდება სხვა სასწავლებლებისგან საინტერესო? აგიხსნით სიამოვნებით, UCMAS-ის საერთაშორისო პროგრამა, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო პროგრამა განკუთვნილია 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის და მისი მიზანია ამ ასაკში კოგნიტური უნარების განვითარება, რაც გულისხმობს მათი გონების განვითარებას, ტვინის ვარჯიშს და ისეთი უნარების ჩამოყალიბებას და უფრო გააქტიურებას, განვითარებას, როგორც არის კონცენტრაცია, ყურადღება, ლოგიკური აზროვნების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, ასევე შემოქმედებითი უნარები და ასე შემდეგ. სწორედ ამ პროგრამით ეცნობიან ბავშვები მენტალური არითმეტიკის მეთოდს, რომელიც არის უნიკალური. ფაქტობრივად UCMAS-ის პროგრამა არის ერთადერთი მენტალური არითმეტიკის პროგრამა, საერთაშორისო პროგრამა, რომელიც აღიარებულია, გამოკვლეულია, დადასტურებულია მეცნიერულად და აღიარებულია ისეთი უნივერსიტეტების მიერ, როგორც არის ჰარვარდი, სტენფორდი, მასაჩუსეტსი, სან-დიეგო. ან ფაქტობრივად გამოდის, რომ მენტალური არითმეტიკა გარდა იმისა, რომ ბავშვი ავითარებს ამ გამოანგარიშების სისხარტეს, ამას გარდა კიდევ ძალიან ბევრ სხვა ემოციურ ინტელექტსაც კი შეიძლება ავითარებდეს, ხო, როგორც ახლა საუბრობდით. ანუ ეს სასწავლებელი არ არის კონკრეტულად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კარგად სწავლობენ მათემატიკას და უყვართ მათემატიკა, ხომ, ასე გამოდის. ანუ ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. დიახ, ნამდვილად ასეა, ჩვენ არ ვთხოვთ ჩვენს მოსწავლეებს რაღაც განსაკუთრებული გონებრივი უნარებით იყვნენ დაჯილდოვებული, ან თუნდაც განსაკუთრებული მათემატიკური უნარით, კი ჩვენ სახელწოდებაში არის სიტყვა არითმეტიკა, თუმცა ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მათემატიკის გაძლიერებულ სწავლაზე. ჩვენი მიზანია, როგორც უკვე აღნიშნე, ბავშვებში გონებრივი უნარების, კოგნიტიური უნარების განვითარება. და ამზე დამკვირვებლად ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია ჩვენთან გაერთიანება, ჩვენს პროგრამაში გაწევრიანება, რომ მათი უნარები მაქსიმალურად გამოიყენონ, განავითარონ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები, რაც დამეთანხმებით მათი მომავალი წარმატებისთვის. თქვენ მეთოდი ახსენეთ, საინტერესოა აბაკუსის მეთოდს იყენებთ, როგორც ვიცით, პირველ, მეორე და მესამე დონეზე. საინტერესოა ეს მეთოდი რას გულისხმობს და რით გამოირჩევა მაგალითად სხვა მეთოდებისგან, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულია. კი ბატონო, აბაკუსზე დაფუძნებული, აბაკუსზე თითებით ანგარიშზე არის დაფუძნებული ეს ტექნიკა და ალბათ გინახავთ ბავშვები აბაკუსის გარეშეც თითებს მოძრავებენ, ესე თითებით იწვიან. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული თავიდან თავდაპირველად ბავშვები აბაკუსზე ანგარიშზე ცვევიან თითებით, შემდეგ გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე ამ აბაკუსს, ანუ გამოსათვლელ სპეციალურ ხელსაწყოს წარმოიდგენენ, გონებაში წარმოისახავენ მას და გონებრივად წარმოსახვით აკეთებენ გაანგარიშებებს ამ აბაკუსზე, რაც ავარჯიშებს, ძალიან აწვრთობს მათ გონებას, წარმოსახვის უნარს, შემოქმედებითობასაც აგრეთვე და შემდეგ წარმოსახვით აკეთებენ გაანგარიშებებს და რაც ასწრაფებთ მათ გონებას, ძალიან ისეთ მოქნილს, ცხარტათაზროვნებას უყალიბებს ბავშვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნეირო ვარჯიში შეიძლება ესე გულისხმოთ, ფაქტიურად მსგავსი აქტივობა არის, შეიძლება ესე ითქვას გონების ვარჯიში. ესე ვთქვა, დიახ. გამოსავლის სწრაფად ძება, რა მაგარია. საინტერესოა პედაგოგებზეც გვიამბეთ, როგორ ხდება მათი გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება.
რა თქმა უნდა, თქვენი პროგრამა, რადგანაც არის საერთაშორისო პროგრამა, თითოეული მასწავლებელი, რომელიც ჩვენთან იწყებს თანამშრომლობას, ცხადია, გადის სპეციალურ ტრენინგს. რადგან აი ესე მზად ცხადია ვერ იქნებიან თავდაპირველად ჩვენთან თანამშრომლობის დაწყებამდე მასწავლებელს არ აქვს ეს უნარები, რომ ასწავლოს ამ მეთოდიკით ბავშვებს და გადიან საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგს, არა მხოლოდ ერთხელ, წელიწადში რამდენჯერმე მათი კვალიფიკაციის ამაღლება ხდება სპეციალური ტრენინგების საშუალებით და შემდეგ უკვე მუშაობენ და უფრო მაღალ საფეხურებზეც მაღალი დონის ჯგუფებთანაც შეუძლიათ უკვე მუშაობა. თქვენ აღნიშნეთ, რომ საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში რაც წარმოდგენილია ეს პროგრამა. მე როგორც ვიცი, შარშან საერთაშორისო კონკურსშიც მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა. ზოგადად გითხარით ქართულ ბავშვებზე, მათ შედეგებზე, როგორც შედეგები ჩამოიტანეს იქიდან და თან მით უმეტეს, რომ წელს უკვე საქართველოს მასპინძლობს საერთაშორისო ესე ვთქვათ შეჯიბრს და მსოფლიო თასს, რომელიც ალბათ შარშანდელმა შედეგებმა განაპირობა, ხო? კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ამ ფაქტის აღნიშვნისთვის. დიახ, ძალიან ვამაყობთ, რომ წელს სწორედ საქართველოში გაიმართება UCMAS-ის საერთაშორისო ჩემპიონატი. მოგახსენებთ, რომ ყოველ წელს ეს კონკურსი სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. შარშან მაგალითად ინდოეთში ჩატარდა და რა თქმა უნდა ჩვენმა ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა. ძალიან წარმატების იასპარეზეს და გვასახელეს, დასახელეს ქვეყანა. არაერთი პრიზით და ჯილდოთი დაგვიბრუნდნენ და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ პატარა ასაკში 6000-ზე მეტ მოსწავლეს შორის იასპარეზეს, მათ გაუწიეს კონკურენცია და არც თუ წარუმატებლად მართლა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს, რითაც ძალიან ვამაყობთ და განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს ასეთი დონის, ასეთი ფართო მასშტაბის ღონისძიებას საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები კიდევ ერთხელ ძალიან წარმატებით წარდგებიან საერთაშორისო არენაზე. ხო, სხვა შორის საკმაოდ ისეთი საინტერესოდ გამოიყურება საკონკურსო ნაწილიც მეგობრებო, მათ შორის წარმოგიდგენიათ 8 წუთში დაახლოებით 200 კანტონების ამოხსნა უწევს პირველ ეტაპზე. ეს კონკურსი. ნუ ეს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ხვედრია და მე მიხარია რომ მსგავს ფორუმს საქართველოს უმასპინძლებს. აქვე ბათუმის საგანმანათლებლო ცენტრს შევეხები, როგორ შეიძლება ვთქვათ ბავშვებმა გაიარონ რეგისტრაცია აი ამ სასწავლებელში. ეს განსაკუთრებით ალბათ მშობლებს აინტერესებთ. ხო და ვთქვათ რა ასაკობრივი შეზღუდვა თუ არსებობს საინტერესო. მოგახსენებთ თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ UCMAS-ის აკადემია, ესე გავხსენით ამ სახელწოდებით ბათუმში ჩვენი ცენტრი, საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი, რადგანაც UCMAS-მა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ მეტალური არითმეტიკის პროგრამამ საქართველოში. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ სხვა მიმართულებითაც, STEM განათლების მიმართულებითაც შემოგვეტანა დაგვენერგა პროგრამები და სწორედ ამ პროგრამებს მოიაზრებს UCMAS-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი ბათუმში. ამ მიმართულებებს რაც შეეხება ჩვენ გვექნება როგორც მეტალური არითმეტიკის UCMAS-ის პროგრამა, ასევე ბილდიცის, ანუ მინი ინჟინერიის პროგრამა, ასევე გვექნება რობოტიკა კოდირების პროგრამა და ბავშვები გაიცნობიან უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ამ მიმართულებითაც. აღსანიშნავია ის, რომ ეს პროგრამები სექტემბრიდან ჩაერთვება, გააქტიურდება, მაგრამ მანამდე საზაფხულის პერიოდის განმავლობაში ჩვენს მოსწავლეებს შევთავაზებთ ბათუმში საზაფხულო სკოლასაც. და ეს საზაფხულო სკოლაშიც, რაც ჩამოვთვალე ინჟინერია, იქნება ეს კოდირება, რობოტიკა თუ სხვა აქტივობები, იქნება გაერთიანებული, წარმოდგენილი როგორც გაკვეთილების სახით ჩვენ საზაფხულო სკოლაში. და ამას გარდა არაერთ სხვა საინტერესო აქტივობა იქნება შეთავაზებული ბავშვებისათვის, რაც მოდით შედეგებზეც ვისაუბროთ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი მშობელი გისმენთ და არა მარტო ზოგადად ზრდასრულ ასაკში შემდეგ როგორ შეიძლება პრაქტიკაში გამოიყენოს ადამიანმა მსგავსი უნარჩვევები და ცოდნა, შედეგები როგორი არის ზოგადად ვინაიდან უკვე დიდი ხნის ასე ვთქვათ გამოცდილი პროგრამა არის და რა შედეგამდე მიდის ზოგადად ადამიანი რომელიც დაეუფლება დაახლოებით 4-დან 14 წლამდე ასაკის კატეგორიაზე საუბარი. შემდგომ ასაკში როგორ ვლინდება მოკლედ მათი უნარები.
რა თქმა უნდა, როდესაც წარმოვიდგინოთ ჩვენ რადგანაც ვახსენე რომ ეს პროგრამები განკუთვნილია ბავშვების გონებრივი უნარების განვითარებისთვის, სწორედ აი რაც უფრო პატარა ასაკიდან დაიწყებენ ბავშვები თავიანთი გონების ტვინის ვარჯიშს, უფრო მეტი შედეგი იქნება, ცხადია, ხო? და ამიტომაც დროთა განმავლობაში ეს იქნება მენტალური არითმეტიკით გონების ვარჯიში თუ სხვა ისეთი აქტივობებით, როგორც არის მინი ინჟინერია, როგორც არის კოდირება, ბავშვები სწავლობენ ლოგიკურ აზროვნებას და რაც მთავარია, მათი გონება ჩქარდება, ანუ მათი აზროვნების ტემპი იმატებს, სწრაფად გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებაში ეხმარება შემდეგ ეს განვითარებული უნარები ბავშვებს, ასევე აყალიბებს თვითდაჯერებულობას და თვითრწმენას, კონკურსებში მონაწილეობის მიღებით იღებენ ძალიან სასარგებლო გამოცდილებას და შემდეგ უკვე ეს მომავალ ცხოვრებაში მათ ეხმარებათ უფრო წარმატებების მიღწევაში, ხომ? რადგან ანალიზებენ, სწრაფად აზროვნებენ, პრობლემების გადაჭრის გზებს იოლად პოულობენ და ასე შემდეგ. მოკლედ უღრმესი მადლობა საინტერესო ჩართვისთვის. ბოლოსკენ ალბათ საინტერესო იქნება გითხრათ, როდის არის ეს მსოფლიო თასის ეს თქვათ შეჯიბრი. მე როგორც ვიცი 83-ზე მეტ ქვეყანას ველოდებით და 1500-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ კონკურსში. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად რა პლატფორმა არის? ეს კონკურსი, უსიმასის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება თბილისში 6 და 7 დეკემბერს 2025 წელს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის შენობაში. ორდღიანი იქნება კონკურსი, როგორც ვახსენე, პირველი დღე უშუალოდ კონკურსს დაეთმობა, ხოლო მეორე დღეს იქნება გამარჯვებულების ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიალი. რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. და ჩვენს სოციალურ გვერდზე UCMAS Georgia შეუძლიათ მსურველებს მოიძიონ ინფორმაცია, იქ არის მითითებული სარეგისტრაციო ბმული და აი ამ ბმულის მეშვეობით დარეგისტრირდნენ კიდეც. უღრმესი მადლობა. ნანა მაგრაძე გახდათ ჩვენი სტუმარი, UCMAS-ის საქართველოს წარმომადგენელი. წარმატებებს გისურვებთ ქალბატონო. მადლობა. უღრმესი მადლობა და გემშვიდობებით. საკმაოდ რთულ და მნიშვნელოვან საკითხზე ვაგრძელებთ საუბარს. ახლა ეს არის მენტალური ჯანმრთელობა და გენდერი. საინტერესოა, რა სახის მენტალური პათოლოგიები იჩენს თავს ხშირ შემთხვევაში მამაკაცებში და რა ტიპის მენტალური აშლილობები ქალბატონებში. თემაზე ვსვათ ისაუბრებს ჩვენი სტუმარი ფსიქიატრი სერგო ცომაია. მოგესალმებით, ბატონ სერგო, მოგბრძანდით. მოგბრძანდით, გამარჯობთ. მადლობა სტუმრობისთვის. თავდაპირველად რადგან გენდერზე ვსაუბრობთ და მენტალურ პათოლოგიებზე, ვისაუბროთ სტერეოტიპებზე, ხო? იმ სტერეოტიპებზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ეს სქესთან მიმართებაში, მაგალითად, მამაკაცები ხშირად თავიანთ ემოციებს და განცდებს საკუთარ თავში იკლავენ და ამბობენ ამის შესახებ, არ საუბრობენ ამის შესახებ და ეს ალბათ კიდევ უფრო მეტად აღწევს, ხო, მენტალურ პრობლემებს. ქალბატონების შემთხვევაში კი პირიქით, ხო, ესეთი განზოგადებული აზრიც არსებობს, რომ ყველა ქალი უფრო ემოციურია და განსაკუთრებულად ემოციურად აღიქვამს საკითხს და ამაში არაფერია საგანგაშო. აი სხვადასხვა საკითხის კვლევისას და დიაგნოსტიკისას აი ეს სტერეოტიპები გიშლით თუ არა ხელს საინტერესოა და ზოგადად როგორ დისტანცირდებით ამ მოცემულობებისგან. პირველ რიგში აღნიშნოთ ის, რომ როდესაც ადამიანს უჭირს ემოციების კონტროლი, ემოციების კონტროლთან გამკლავება უჭირს ქალსაც და უჭირს კაცსაც. კი ბატონო. ეს თალსახაა. მეორე მომენტი, როდესაც შეიძლება ფსიქიკური პრობლემების მანიფესტირება, ასე ვთქვათ, მოხდეს, მთელი რიგი ფაქტორები არის, ხო, რაც ამ ყველაფერზე მოქმედებს მამაკაცებში, ესეთი ცოტა გამოყოფილი რისკ ფაქტორები ასაკთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ეს პირველადი, როცა ხდება გარდატეხის პერიოდი, უფრო მეტად ჩამოყალიბების, დაახლოებით ესე 18-დან 22 წლამდე, როდესაც პირველად ხდება ეს გამოვლინება და რა თქმა უნდა, უკვე მოგვიანებით დაახლოებით 65 წელს ზემოთ, როდესაც მოდის ვთქვათ ასაკობრივი პრობლემები. თუმცა აქ ქალებში განსხვავებით ემატება მშობიარობის შემდგომი პერიოდები და მშობიარობის შემდგომი ფსიქოზები. ეს არის ძირითადი განმასხვავებელი, ანუ ერთ-ერთი ვთქვათ განმასხვავებელი, როდესაც შეიძლება ასაკთან დაკავშირებით იყოს რაღაც ცვლილებები. დანარჩენი კუთხით ითვლება, რომ პრინციპში თავისუფლად და ერთნაირად მოწყვლადი არის აქ სქესთან დაკავშირებული პრობლემები, ფსიქიურ დაავადებასთან დაკავშირებით, განვითარებასთან დაკავშირებით, რადგანაც
ამ შემთხვევაში, როგორც წეგან აღნიშნე, ემოციების კონტროლი და დაქვემდებარება საკუთარ თავზე ჭირს როგორც მამაკაცთან, ისევე ქალთან. თუმცა, ეხლა უკვე ბოლო პერიოდში ამ ყველაფერს ემატება მთელი რიგი რაღაც ნივთიერებების მიღება, გამოყენება, რომლებიც ცალკე იწვევენ ფსიქოზებს. მიუხედავად, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რა სქესის არის ადამიანი. ხო, სქესთან იდენტიფიცირება უკვე არა. მაგრამ უფრო ხშირად, რადგანაც უფრო აქტიური მაინც ითვლება, რომ გამოყენება არის მამაკაცებში, უფრო ხშირად კაცებში არის სიმწვავე უფრო მეტად გამოვლენილი. კი, თანაბრად უკვე ახალი თაობა, რომელიც მოდის უკვე 14-15 წლის ბავშვები, უკვე პრინციპში თანაბარი რაოდენობით და ასე ვთქვათ, მოიხმარენ, მაგრამ ცოტა უფრო ითვლება და ჩანს სტატისტიკურად, რომ მამაკაცებში უფრო სუსტია ფსიქიკა ამ კუთხით და უფრო ნაკლებად გამძლე. სამწუხაროდ ესე ჩანს. ან მეორე მომენტია, რომ მომართვიანობა ქალებში ცოტა უფრო ნაკლები არის, რადგანაც რაღაც მექანიზმებით, რომელიც კიდევ მათში დევს ცალკე სტრესთან მედეგობის, უფრო ნაკლები არის მომართვიანობა. სამწუხაროდ კაცებში შეიძლება ითქვას, რომ 2/3-ით მაინც მომატებული არის მომართვიანობა მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მშობიარობა ახსენეთ. მშობიარობის შემდგომ პერიოდები კი ცალკე ფსიქოზების აპროვოცირებელია, როგორც დეპრესიების, ისე მანიაკალური მდგომარეობების და ზოგადად სხვადასხვა ტიპის რეგისტრის, რადგანაც ეს იმ დონის და ისეთი ძლიერი ემოცია, რომელსაც ფაქტობრივად მთელი რიგი არა მარტო ჰორმონალური, არამედ ფიზიკური და ფსიქიკური ცვლილებებიც კი მოდევს. პლუს თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ ის ნაყოფი თუნდაც ან ოჯახური გარემოსგან, ან ზოგადად სოციალური გარემოსგან არ არის სასურველი, კიდე ამას დამატებით ეს განწყობაც კიდე ემატება. კიდევ სხვა მდგომარეობებზეც ვისაუბროთ, რომელიც კონკრეტულად ხალის შემთხვევაში ხდება, იგივე ეს იქნება თვიური მენსტრუალური ციკლი თუ კლიმაქსი, ამ შემთხვევაშიც ხდება თუ არა პროვოცირება სხვა. ამიტომაც აღნიშნეთ, რაც თქვი, რომ მთელი რიგი ჰორმონალური ცვლილებების ფონზე თუნდაც ავიღოთ აი ეს მენსტრუალური ციკლი, ავიღოთ თუნდაც ძალიან გავრცელებული, უკვე ჩანს, რომ საკმაოდ გავრცელებული ფარისებული ჯირკვლის პრობლემები, ხო? ჰიპო ან ჰიპერთირეოზი, რომელიც ასე ვთქვათ, ვლინდება, იწყება და ასე ვთქვათ, მანიფესტირებს როგორც შფოთვითი მდგომარეობა, მაგრამ ეს შეიძლება ემთხვეოდეს და ჩვეულებრივად გაიაროს როგორც შფოთვითი მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება იყოს აბსოლუტური დამთხოვა რაღაც ტიპის ბოდვით აზრებთან, თუნდაც აკვიატებებთან, რომ სხეულში რაღაც უკურნებელი სენი ჭირს, ხო? თუ ეს ჩვეულებრივად გრძელდება გარკვეული პერიოდი, თქვათ 1 თვემდე, 2 ან 3 თვემდე და აქ არ არის უკვე მერე იმ ფონისკენ წასვლა, რომ პაციენტი გახდეს აბსოლუტურად არამართვადი, ხო, კრიტიკო, ამ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივად და რბილად მიმდინარეობს როგორც შერეული შფოთვითი ან დეპრესიული შფოთვითი მდგომარეობა, მაგრამ როდესაც ეს უკვე გადაიზრდება სხვადასხვა ტიპის ბოდვით აზრებში, რომ მე შეიძლება განვითარდეს, ხო, ჩამოყალიბდეს ამასთან ერთად, თუნდაც ის რომ მას ორგანიზმში რაღაც აქვს, ან მას ორგანიზმში რაღაც შეუყვანეს, უკვე მე მას მართავენ, რადგანაც პირველი ეს ჰორმონალური ცვლილება უკვე იძლევა წინამორბედ და გარკვეული ტიპის საწყისებს, რა ტიპის ემოციები შეიძლება შემდგომში განვითარდეს. ეს თავისუფლად შეიძლება მოგვევლინოს მე უკვე ერთ-ერთ გამშვებ მექანიზმადაც ასეთი ფსიქიკური დაავადების დასაწყისის, ანუ მანიფესტირება იყოს, მაგრამ შეფარული იყოს ამ კუთხით, უბრალოდ დაემთხვეს. პლუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ განწყობასაც, რა თქმა უნდა, ხო? ნუ ითვლება ყოველ შემთხვევაში კლასიკურად, ლიტერატურულად, რაც გვასწავლეს და გვიწერეს, რომ უფრო ხშირად გადაეცემა დედის ხაზით ეს ფსიქიკური დაავადებები, მაგრამ უფრო ხშირად ვლინდება მამაკაცებში. აქაც კიდე მივდივართ იქითკენ, რომ კაცთა ფსიქიკა ცოტა უფრო ყიფია. აი თქვენ აღნიშნეთ ჩვეულებრივი შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც ალბათ კიდევ ერთ სტერეოტიპისკენ მიგვანიშნებს, რომ ხშირ შემთხვევაში მომართვიანება ნაკლებია, იმიტომ რომ ადამიანებს გონიათ, რომ ეს ჩვეულებრივი შფოთვა შეიძლება იყოს თვითნებურად ძალიან მარტივად სამკურნალო, რომელიც შეიძლება შემდეგ რაღაცნაირად უფრო მძაფრ თუ ისეთ რთულ მდგომარეობაში გადავიდეს. აი ჩვეულებრივი შფოთვითი მდგომარეობა როგორი არის და როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ის არ არის მაგალითად არაჩვეულებრივი. ხო, ანუ როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ ის არ არის უფრო ალბათ ფსიქოზური მდგომარეობა, ამის დაკონკრეტება უფრო იქნებოდა სწორი. იმიტომ რომ ზოგადად შფოთვითი, შერეული შფოთვითი ან დეპრესიული ტიპის ან სხვა ტიპის შფოთვითი აშლილობა
არ არის ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი მდგომარეობა ამ დროს ფაქტიურად ადამიანს ყოველდღიური მოქმედების უნარი აქვს შეიძლება ითქვას წართმეული იმდენად არის ეს საკუთარ თავზე და საკუთარ განცდებზე აქცენტირებული რომ ფაქტიურად იყოფება მის ტყვეობაში რეალურადაც რო ავიღოთ ხო ადამიანი ვერ ფუნქციონირებს ვერ გადის გარეთ ეშინია დაძინება სრული ძილი არ აქვს ხო ყველაფერზე შეიძლება ეტირებოდეს პირველ რიგში ყოველთვის მივდივართ დამატებითი ჩარევით და კვლევისკენ იმ კუთხით რომ გავარკვიოთ ხომ არ არის ან რაიმე ისეთი ჰორმონალური ცვლილება როგორც თუნდაც მამაკაცებში ისევე ქალებში რა თქმა უნდა კიდევ ამაზე მოქმედებს ენდემური გარემო ხო ენდემური ჭიყვები როდესაც თუნდაც ამთიან რაიონებში ან სადაც ისეთ ადგილას სადაც წყალში იოდის შემცველობა თუნდაც ნაკლებია ესეც რაღაც პერიოდით იწევს ხო იმაში რა ქვია თიროტროპული ჰორმონის ცვლილებებს და აქედან გამომდინარე თუ ან მეტი იქნება ან ნაკლები ასაც მე ყურადღება დამატებით ენდოკრინოლოგის ჩართვა აუცილებელი არის და ახლა რაც შეეხება უკვე თვითონ მყარ ისეთ ფსიქიურ დაავადებების ნიშნებს და თვითონ რაც არის ჩვეულებრივად გამოხატულებები აი ამ დროს კიდევ ერთხელ გვჭირდება დრო როდესაც ესე ფარულად მიმდინარეობს დაკურვების პროცესი დუნეთ ხო რა თქმა უნდა მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ის რა თქმა უნდა მაინც არ მალავს საკუთარ თავს და იკვეთება ხო და უფრო მეტად ვლინდება თუნდაც იგივე სმენითი ჰალუცინაციების სახით გარდა იმისა რომ არის თქვა ბოდვითი აზრები შეიძლება იყოს სმენითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ზედმეტი იჭვნეულობა პათოლოგიურიც კი როდესაც მუდმივად გონია რომ მას ვიღაც უთვალთვალებს და მის სახლში რაღაც ისეთი ხდება რომ ოღონდ ეს არის ის პათოლოგია თუმცა ეს გენერალური არ არის ხო ეს ორივე შემთხვევაში შეიძლება ამას უკვე თან ახლავს მე იმპულსურობა აგრესიულობა და სხვა კიდე დამატებითი ნიშნები რაც უშუალოდ ამ შფოთვითი მდგომარეობის ან წყალებში თქვა ჩვეულებრივი ნევროზების დროს თუ კი შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ ეს ესეთია გამოხატულებით აი რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს შფოთი დაშლობა პათოლოგიად აი უკვე ხვდებით რომ აქ მედიკამენტოზური მკურნალობა არის როდესაც წეღან ვახსენეს მკვეთრად მოვიტყვით სიტყვას ამ პათოლოგიას და ასეთ სახელს მაინც მოვერიდოთ პათოლოგიათ არა ეს არის მდგომარეობა როდესაც თუნდაც მოკლევადიანი მდგომარეობა როდესაც ადამიანს არ შეუძლია რომ აი სრულად იფუნქციონიროს საზოგადოებაში გარემოში მუდმივად ვატყობთ რომ ის მოუსვენრად არის მუდმივად ვატყობთ რომ საკუთარი ხელზე ხელი უკავი პულსით დადის ასე ვთქვათ ჩანთაში უამრავი წამალი აქვს იმის მაგივრად რომ ქონდეს რაღაცა მაკიაჟი თუნდაც ქალბატონებს ან კორვალული კორსიზი და 1000 რაღაც პრეპარატები უდევთ რომ ოღონდ ის მიიღონ თავიანთი საქმე რომ გააკეთოთ ამის უკან ხშირად გას როგორც წეღან მახსენეთ ესე როგორც ჰორმონალური ისე მთელი რიგი ფსიქოლოგიური სტრესები და განცდები მთელი რიგი კომპლექსი რომელიც ამ ადამიანებმა ვერ გადალახეს გარკვეული დროის განმავლობაში რა თქმა უნდა ვერ თქვეს ასე ვთქვათ ვერ გამოხატეს დარჩა ეს მათში და არსად არ წავიდა ხო იმიტომ რომ ქვეცნობიერი რეალურად არ გიშვებს არსად სანამ მისი გაანალიზება არ ხდება ადრე თუ გვიან ყველა ვარიანტში დაგეწევა და მოგცემს რაღაც თავის რეაქციას და აქედან გამომდინარე რამდენადაც გარკვეული ტიპის საკითხებს ჩვენ ვტოვებთ ჩვენს გულში ვთქვათ წყალებში და არ განვიხილავთ იმ ადამიანთან ვისთანაც ეს პრობლემა არის და ამაზე არ მიდის საუბარი და ეს საკითხი არ არის გაანალიზებული რამდენადაც ხშირად ჩვენში ჩარჩება ეს დაგროვების პრინციპით მე აუცილებლად მოგცემს თავის განხილვა ტრამვის ავტორთან არის აუცილებელი თუ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სპეციალისტთან იმიტომ რომ შეიძლება იმდენად დიდი იყოს ტრამვის ავტორთან ამ საკითხის განხილვა კიდე დამატებითი მატრამირებელი ფაქტორი იყოს კონფლიქტი იყოს რეალურად ხო ფიზიკურად ჩავეკითხო მინდა ბატონ სერგოს რამდენიმე პრეპარატი ჩამოთვალეთ რომელსაც თვითნებურად იღებენ ადამიანები და უვნებელი გონიათ ამ შემთხვევაში რა საფრთხის წინაშე შეიძლება დავდგეთ მე ახლა არ ჩამომითვლია პრეპარატები მაგრამ არსებობს მთელი ხო ის კი კორსიზი და კორვალული ეს არ არის ის პრეპარატი რომელიც ამ შფოთვითი მდგომარეობების დროს ეს არის ჩვეულებრივად საზოგადოებაში მიღებულ გავრცელებული აზრი რომ მეზობელმა იცი და მე დავლია კორვალული და კარგად ვიყავი არა ეს რეალურად იმ პრობლემას არ წყვეტს არ ეხმარება არც შფოთვის მოხსნაში და არ ეხმარება არც იმ პრობლემის გადაჭრაში რაც არის ხო ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს იმ ტიპის სპეციალისტს რომელიც უშუალოდ ამ საქმით არის დაკავებული და ამას აკეთებს და ამას კურნალობს. თვითმკურნალობა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ არის რეკომენდირებული არა მარტო ამ საქმეში ზოგადად ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში, არც მეზობლის დახმარებით არ არის გამართლებული, იმიტომ რომ თითოეული ჩვენი ადამიანი არც მეგობრის
ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის მოითხოვს ცალკე და ინდივიდუალურ მიდგომას. ეს არ არის ასე ვთქვათ, დაბეჭდილი რაღაც შტამპი, რომ ის ამ მდგომარეობის დროს ის მიიღე და ის ჩვენ დღეს ფაქტია ვცხოვრობთ სტრესულ გარემოში, ხო? წინა საუკუნის ადამიანები თუნდაც სკროლის შედეგად, ან სოციალური ქსელის შედეგად ვერ იღებდნენ იმდენ ინფორმაციას, რომელსაც ღებულობს 21 საუკუნის ადამიანი დღის განმავლობაში, ხო? ინფორმაცია აუმებზე, კატასტროფებზე, სხვადასხვა ახალ ამბებს, ხო, რომელსაც ჩვენ ინტერნეტის და ჩვენი გაჯეტების საშუალებით ღებულობთ, ხო? გარდა ამისა, ფონი, რომელიც დღეს სრულად სამყაროს ატევს, ხო? რაღაცნაირი მძიმე, რომელიც მოქმედებს ადამიანს, ეს ფაქტია. როგორ უნდა ამოვიცნოთ, თქვათ, იგივე სტრესი, რომელიც ჩვენ შეიძლება ვქონდეს და ვერ ხვდებოდეთ. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც ფილმის დროს ტირიან, მინახავს ადამიანები, რომლებიც თქვენ ახსენეთ ჩანთაში და აქვთ წამლები, მინახავს ადამიანები, რომლებიც ესე იგი შეშინებულები არიან. ფილმის დროს ტირილი ძალიან ნორმალური მოვლენაა. ხო, აი ამ ყველაფერზე, აი როგორ უნდა ამოვიცნოთ, თქვათ, სიღრმისეული თქო და შიშიც მაინტერესებს ხშირ შემთხვევაში, არის თუ არა შიში სტრესის მანიშნებელი. თუ ეს არის ერთგვარი რეაქცია, შექმნილი გარემოს დამცავი მექანიზმი. ამ ყველაფერზე რო ვისაუბროთ, საინტერესო. უყურეთ ერთი მომენტი არის, ადრე როდესაც არ ქონდათ ადამიანებს გაჯეტი, რატო იყო რევოლუციონერი ბავშვი განვითარება, სათამაშო არ ქონდა, ხო? ადრე როდესაც ადამიანებს არ ქონდათ ეს გაჯეტები და არ ქონდათ ამ ტიპის ინფორმაცია, მათ ქონდათ სამაგიეროდ სხვა პრობლემა. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? ის იმათთვის იყო მთავარი და წარმმართველი პრობლემა, რომელიც მათთან იყო და ქონდათ თუნდაც შიში, რომ არ შემოსულიყო მტერი, არ დაეკრო და ყველა ერთად არ კი ბატონო, წაიყვანა ტყვეთ. საფრთხის შეგრძნება მუდმივად არსებობს ხონების შეგრძნება და საკუთარი თავის გადარჩენის ინსტინქტი ადამიანს იმ თავიდან აქვს, რაც დედამიწაზე არსებობს. კი ბატონო. დანარჩენს ახლა რაც შეეხება შიშს და თუნდაც ფილმის დროს დავეთანხმები, ფილმის დროს თუ რაღაც ადამიანს გარკვეული ტიპის ემოციები გაუჩნდა, ეს აუცილებელია. ემოცია და გრძნობა არის ადამიანური. დანარჩენი ყველაფერი სუფთა ფურცლის ყურება და არაფრად აღქმა და არანაირი ემოციის არ გაჩენა, მაშინ ან ფილმი არ ვარგა, ან ადამიანს აქვს იმ ტიპის პრობლემა, რომ ანუ განცდები არ აქვს, ან ჰედონიას, თქვა, არანაირი სიამოვნების მიღების უნარის განცდა არ აქვს, ის ცალკე პათოლოგია, როდესაც არ შეუძლია არც მუსიკიდან მიიღოს. თუმცა ზედმეტი ემოციები თუნდაც დიალოგის დროს, ზედმეტი ემოციები, მოდი ხა შევხედოთ ერთ მომენტს, რომ ჩვენი კულტურული ფენომენიდან გამომდინარე ქართველები ემოციურები ვართ. არის მთელი რიგი ერები, თუნდაც იგივე ინგლისელები, იქაც არის ხო ემოცია, მაგრამ იქ ცოტა უფრო მეტად არის თავშეკავებული გამოხატვა რაღაცების, ხო, ემოციების თავისი და ასე რომ თქვათ, რომ ცალსახად რომ იციან, რომ მე რო ფილმს უყურებ ან მუსიკას უსმენ, კარგი რაღაც მაგონდება, მახსენდება და წრებლები მომდის, თუნდაც მიჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პათოლოგია, არა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კიდევ ერთხელ თუნდაც ადამიანი ხარ. სწორედ იმიტომ შეიქმნა ის ფილმი, რომ შენში გამოეწვიათ ეს ემოცია, იმიტომ შეიქმნა ის მუსიკა და ნახატი. ხო, და ხა რაც შეეხება გარკვეული სილამაზის მოსმენის თუ რაღაცის ნახვის აღქმა, ეს არის აბსოლუტურად პიროვნული. შიშებს რაც შეეხება? ხო, შიშებს რაც შეეხება, ადამიანი იბადება ზოგადად შიშის გარეშე, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ამ შიშებს ბავშვობიდან დაწყებული, როდესაც ბავშვი ასანს მოკიდებს ხელს და დაიწოვს, უკვე იქიდან იცის ის თიც რომ დაიწოვს, რომ ის შიშია. რაღაცა გააკეთე, თორემ პოლიციელი მოვა და დაგვიჭერს, რაღაცა გააკეთე, თორემ გარეთ ბუა. ანუ შიშებს ჩვენ ვასწავლით და ჩვენ თვითონ ვნერგავთ საკუთარ ცხოვრებაში. და შენ უკვე ამ შიშებს ვერ მორჩილებით, იმიტომ რომ შიშები უთოლდება აკრძალვებს. აკრძალვები ნიშნავს ნორმის შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს კარგია თუ ცუდი? ეს კარგი არის იმ შემთხვევაში, როდესაც რეალურად და გააზრებულად არის ეს ყველაფერი და იცი რომ თუნდაც გადახვალ წითელზე მანქანა დაგარტყავს, მაგრამ წითელი შუქის ანთების დროს შუქნიშანზე შიში არავის ეუფლება, ხო? სიფრთხილე სხვა არის და ხო, აქ უფრო მეტად კი ბატონო, სიფრთხილე თუნდაც ნარკოტიკის მიღების დროს ყველა გვაფრთხილებს, რომ ეს არ შეიძლება არ გააკეთოთ, მაგრამ აკეთებენ და იგივე თამბაქოსთან მიმართებაში. ხო, და ძალიან თამბაქო როგორ არის? თამბაქო გრძელვადიანი სიკვდილია ფაქტიურად, ხო? და ის ნარკოტიკი, რომელსაც მოიხმარენ, ის არის იმ წამს, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც ესეთი მინარები იყოს, რომ მაშინ ადამიანთან დასრულდეს ყველაფერი და უკვე აღარ შიშის დრო რჩება და აღარ დამატებითი სილამური და განცდის დრო, მით უმეტეს ძალიან ბევრი
აი ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს წამიერი რისკი იმისა, რომ შეიძლება მას რაღაცა ფატალური საფრთხე დაუდგეს და ამ საფრთხის წინაშე დგას, თუმცა ამ საფრთხეში ეს თქო თავით გადაეშვება. აი რა მოცემულობაა ზოგადად და რა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ის ფაქტურად სიცოცხლეს რისკავს წამიერი სიამოვნებისთვის, როცა ამის დიდი ალბათობა კი არის. ნარკოტიკებს გულისხმობ ალბათ, ხო? როდესაც პირველად ხდება ფენომენი ცოტა ისეთი ნარკოტიკის მიღება, ის ნარკოტიკის მიღება არ ხდება პირველად, იმიტომ რომ შენ გამოცდილება გაქვს, ხო? ამას აკეთებ მიმბაძულობით. ამას აკეთებ, იმიტომ რომ თუნდაც იყო გამოჩვეული, ამას აკეთებ, იმიტომ რომ გაგიჩნდეს სხვა ტიპის განცდა. აი უკვე მეორედ მიღება უკვე არის აბსოლუტურად დამოკიდებული, იმიტომ რომ არსებობს მთელი რიგი ნარკოტიკები, რომლებიც ისიერად იწვევენ მთელი რეცეპტორების ბლოკირებას და უკვე იმაზე ხარ, რომ სიამოვნების განცდა იყოს. აქ დროთა განმავლობაში მე ნაცვლდება აბსოლუტურად ყველანაირი სხვა ტიპის განცდა და მხოლოდ სულთა ბიოლოგიური მექანიზმებით და მხოლოდ რჩება ერთი განცდა, რომ მიიღო ის შეიცვალოს ორგანიზმი. ეხლა ცოტა ისეთი უხეში შედარებაა, როდესაც საკვებს ვღებულობთ, ჭამთ, იმიტომ რომ გშია, ხო? და შესაბამისად იქ მე გლუკოზის დონე ორგანიზმში არის ცვალებადი, ადამიანს შეიფსება და დანაყრების განცდა გაქვს. ანუ, როდესაც ნარკოტიკს ღებულობს, ის ენდორფინი, რაც ჭამის დროს ორგანიზმში გამოიყო და რამაც სიამოვნება მოგანიჭა, გარედან არის უკვე შემოსული, ხო და ჩვეულებრივად იმიდგებულობ და იმდენად დიდია ეს სიამოვნების განცდა, რომ უკვე იქ შეიძლება ჭამაზე და სხვა მოთხოვნილებებზე, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზეც აღკვეთა იყო, ანუ აბსოლუტურად შეჩერებული კონდეს, იმიტომ რომ ის არის ყველაზე მთავარი, ის ხდება, ის გაძლევს შენ ამის განცდას. და ზოგადად თაობებს შორის თქვენ ახსენეთ მაღალი თაობა და დაბალი თაობა. შეცვალ თუ არა გარკვეული ფონი თუ სურათი, გარკვეულწილად ბუდომანიამ და იგივე ნარკომანიამ მომართვენების ნაწილში. ძალიან შეცვალა, გაახალგაზრდავა ძალიან ანუ დამოკიდებულებების გაჩენა, როგორც სიხშირე, ისე ინტენსივობა ამ სამწუხაროდ ამ დროებამ ეს ყველაფერი კი ეხლა ამას წინათ გადაცემაშიც ვიყავი და იქ ვსაუბრობდი, რომ დაახლოებით 13-14 წლის უკვე ბავშვები არიან დამოკიდებულები, ხო, იწყებენ რითი, მარიხუანით, ზოგი აქროლად, წებოთი და აი უკვე მერე ვითარდება და ვღებულობთ გარკვეული 10-15 წლის მერე დამახინჯებული ფსიქიკის თაობას, რომელიც უკვე ჩაძირულია ამ პრობლემებში. აი გენდერი რახან არის დღეს ჩვენი ეს თქვა. ქალებში, გოგონებში და ბიჭებშიც უკვე ფაქტურად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ბრწყალებში თქვა, მაგრად იკაიფებს. და არა და ამ დროს არაფერი. აი რა გამოსავალს ხედავთ? გამოსავალი ალბათ უფრო მეტად, როდესაც ესეთ რაღაცებზე ვსაუბრობთ, არ არის ის, რომ ადამიანი დასაჯო ამის გამო. პირიქით, ჩემი აზრით, მას უნდა მიაწოდო სწორი იმ ტიპის ინფორმაცია, რომ იცოდეს საფრთხეების შესახებ. არ მოხდეს ამ პროცესების რომანტიზირება, რომ და არ ჩაითვალოს თუნდაც ნარკოტიკების მიღება თავისუფლებასთან. თავისუფლება აბსოლუტურად სხვა რამეა და არა გაბურებულ მდგომარეობაში ყოფნა. თავისუფლება შეიძლება იყოს სხვა ტიპის არჩევანი, ანუ სწორი მითითება იყოს, სწორი ქვეტექსტები იყოს და არ არის აუცილებელი ეს იყოს თუნდაც ისეთი ტიპის დასჯადი, რომ იმან მზის სინათლე ვეღარ ნახოს რა, იმიტომ რომ ის ფაქტიურად ჩვენი ეხლა გადადგმული ეს ნაბიჯი და მკაცრი ესეთი განაჩენი გამოტანილი ფაქტურად ის ადამიანი ციხიდან გამოვა აბსოლუტურად შეცვლილი და მე ცოტა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ციხიდან გამოდის ადამიანი გამოსწორებული. არა, ის აბსოლუტურად იქ გადის იმ ყველა პროცედურას, რაც სიცოცხლისთვის გადარჩენის აუცილებელი ნორმები და მდგომარეობა არის. თუმცა ფსიქოლოგიურ ტრანსფორმაციას ნაკლებად ხომ უწევს ბრძოლა, არ არსებობს საზოგადოება, სადაც არ ხდება დანაშაული, ხო? ყოველ შემთხვევაში ეხლა და არ არსებობს ჩემი აზრით მიუხედავად როგორი კომფორტულიც არ უნდა იყოს, როცა ადამიანს ამ ტიპის შეზღუდვას უწესებ, ის არ ხდებოდეს გარკვეულ იმ სოციალურ წრეში, სადაც ანუ კი შეიძლება სუფთა კარგი ადამიანი შევიდეს რაღაც შეცდომის გამო ციხეში, მაგრამ იქიდან მას აუცილებლად შეცვლილი ფსიქიკა გამოყვება და თუმცა დამოკიდებულ ადამიანზე როდესაც საუბრობთ, იქ კატასტროფა. ბატონო სერგო, ისე მიუბრუნდეთ თქვენს მიერ ნახსენებ თემას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ თაობაში, გულისხმობ ეგრეთ წოდებულ კლუბურ ნარკოტიკებს, ხო, რომელიც თითქმის ისე გამოდის, რომ დღევანდელი მსოფლიო თაობის პრობლემაა. პრობლემას იმიტომ ვიძახი, რომ თქვენ ახსენეთ, რომ ეს იწვევს დეპრესიას და ამიტომ თავისუფლება მივეცი, რომ ეს სიტყვა მე თქვა, ხო, ეს გარკვეულწილად
რომანტიზმი, რომელიც ქონდა 90-იანებს აი ამ საკითხში დაწყებული ფილმებიდან, რომელიც გამოდიოდა და ეს რომანტიზირებული ჰეროინი ხო, რომელსაც ჩვენ ხედავდით არაერთ ბლოკბასტერში დაწყებული, ახლა საკულტო ფილმი მახსენდება, მაკულატურა, ხო, აქედან გამომდინარე თითქოს და შემდეგ მინელდა ეს ყველაფერი, თითქოს ადამიანმა დაიწყეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ცხოვრება, თითქოს სპორტი გახდა ადამიანის თამდევი ნაწილი, ხო? ვთქვათ, იგივე თამბაქოზე ძვარი თქვა, თითქოს და კაცობრიობა და უცებ დღევანდელ თაობაში შემოდის თანამედროვე მუსიკა, რომელსაც მე უდიდეს პატივს ვსვამ და ამასთან ერთად შემოდის კლუბური სამწუხაროდ კლუბური ნარკოტიკი, რომელმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვრებლა, ხო? ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს თანამედროვე ადამიანი, რათა არ იყოს გარიყული, თქო და მისი წრიდან იყოს თანამედროვე ადამიანი, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, იმისათვის რომ საერთო ჯამში თავი აარიდოს აი ამ ნაკადს და ნიაღვარს, რომელიც წამოსულია დღეს 21 საუკუნეში და რომელიც თან ახლავს ყველაზე საკრალურ მუსიკას, რომელიც დღეს გვესმის ჩვენ. კი ბატონო, პირველი ის რომ გემოვნებაზე არაზრუს არ დაუბრუნდ და ალბათ არც იდავებინ. და არ არსებობს არ ნიშნავს თანამედროვეობა იმას, რომ ყველა მოსმინოს ელექტრონულ მუსიკას ან თუ რაღაც ისეთ ძიმე მუსიკას და უარყო კლასიკა. თუმცა არ არის აუცილებელი ის, რომ უსმინო ყოველთვის კლასიკა და პირველი რაც არის ადამიანი დაიბადა თავისუფალი არჩევანით. ჩვენ გვაქვს ჩვენი არჩევანის უფლება და ამას ყოველთვის ვიყენებთ. მაგრამ გვავიწყდება ამ ცხოვრების ორ ტრიალში, რომ ჩვენს ნებისმიერ არჩევანს გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად მოყვება ნაბიჯები და ჩვენ უნდა წინასწარ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ნაბიჯები, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომელიც მერე სამწუხაროდ შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს და ამ ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ უნდა გავექცეთ. აქ როდესაც უკვე სხვაზე იწყებ გადაბრალებას, რომ მე ესე დროს დავიბადე და ესეთ მეგობრებში ვიყავი, არა, დიდი ბოდიში, ეს არის შენი არჩევანი. და ჩვენ არჩევანზე ყოველთვის ჩვენთან ვაგებთ პასუხს. ახლა დამოკიდებულებას თუნდაც თამბაქოზე რო წეღან ახსენეთ, ხო? დამჯერეთ ალკოჰოლს და ნარკოტიკს უფრო ადვილად შეიძლება ადამიანმა დაანებოს თავი და უფრო ნაკლები არის დამოკიდებულება ამ მიმებზე, ვიდრე თუნდაც იგივე ნიკოტინზე. ნიკოტინი არის ჯერეთი ძალიან გავრცელებული მთელ სოფლიოში, ალბათ პირველი არის დამოკიდებულების კუთხით და მეორე ძალიან ძნელად და ისე მოსაშორებელია. ფაქტიურად იწყება, ბავშვებში ყოფილა ხო, რომ საკმაოდ დაბალია საკიდან, ხო? ხო, სიგარეტის მოწევას იწყებენ, ჩვეულებრივად, იქ ვიღაცა გაუცინებს, იმიტომ რომ მამას მიბაძა, ან ვიღაცას მიბაძა და გაუცინა ყველამ, რომ რა კარგია და როგორ ბაძავს მამას ან ბიძას და მერე უკვე ნენელა იქ უკვე დაშვებულობის პრინციპია, რომ თუ ამაზე არავინ არ მომცა შენიშნა და ეს ჩაითვალა უწყინარ პროცედურად, ხო? მერე უკვე იხსნება გემოვნება და მადა. მიმბაძველობა ახსენებთ თქვენ. მიმბაძველობა ყველაფერი მოდის მიმბაძველობა, ხო? აი ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით გაწყვეტილოთ ახლა, რომ მიდის და მე ყოველ შემთხვევაში ვიცი, მიდის და უსმენს იმ თანამედროვე მუსიკას და იმ კლუბებში და იმ რაღაც თუნდაც კლასიკას, იმიტომ რომ ეს მის საზოგადოებაში მისაღებია და მოდაა და კარგია, თორე შინაგანად შეიძლება სულაც არ უნდა იმ ადამიანს იმის მოსმენა, რეალურად საკუთარ თავთან როცა მაგოჩება, მაგრამ უნდა გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ეს მიღებული ნორმაა და ამით უფრო საკუთარ თავს პოულობს საზოგადოებაში. ეს არის ცუდი. რადგანაც ყველა ერთი ენერგიები. ხო, პრინციპში საზოგადოების ერთ-ერთი ეს არის გამოვლინება, ზოგადად როცა უკარნახობს გარკვეულ, ვთქვათ, მოვლენებს. ხო, ბატონმა სერგიმ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის პირად დასამახსოვრებელი ახსენა მიმბაძველობა, რომელიც ყველა დროში იყო და არსებობდა. ხო, იგივე მიმბაძველობით მე ბევრჯერ მსმენია ესეთი ფრაზა, რომ კლუბში თუ მიდიხარ, თუ არ მიიღე რაღაც მუსიკას ვერ აღიქვამ, ხო? და პლუს უნდა წახვიდე აუცილებლად კლუბში. ხო, და ეს რატო? ეს პრობლემაა კლუბის გარეშე არ შემიძლია მე მუსიკის მოსწავლა. ერთი რამ ნამდვილად მნიშვნელოვანი არის და გასამიჩნი, რომ კლუბი მხოლოდ ნარკოტიკთან არ ასოცირდება. არა, რა თქმა უნდა. კლუბში რა თქმა უნდა შეიძლება გემრიელად სულეთ ფხიზელმა ძალიან კარგი მუსიკა. კი, უბრალოდ აქ ჩვენთან საუბრის დროს პირდაპირ წავიდა კავშირი იმისკენ, რომ კლუბი და კლუბური ნარკოტიკი, თორე აბსოლუტურად გეთანხმები შეიძლება შეხვიდე. რა თქმა უნდა. განითვითო და არ არის აუცილებელი, ის დრაგები და რაღაცები მიიღო და ამით არა ისედაც შეიძლება თუნდაც ახლა ფილმის ყურების დროს რა ყველა სვავს მაშინ და ყველა განიცდის
კი ბატონო. არა, არის აუცილებელი ბოდიში მარიხუანა მოწეულმა უყურო ყველა ფილმს რო ღრმად ჩაწვდე მის აზრს და წვდები თუ არა კიდე ეგეც საკითხავია იმ მომენტში. თუმცა ერთი კითხვა დამრჩა თქვენს ნაზრებთან დაკავშირებით, აი ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ გარემოსო, მაგრამ არსებობს ალბათ ეგეთი მოცემულობებიც, მაგალითად 90-იანი წლების საქართველოს გავიხსენოთ და იქ დაბადებული ქართველები. იქაც ვირჩევთ გაზდები, სადაც მათ უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, მაგალითად ქუჩაში, სადარბაზოში, ზოგბელთან, ახალგაზრდა ადამიანი იმ გარემოს, სადაც იზრდება. გარკვეულწილად ეს ხო არის მანიპულაცია, კი არა და ანუ გარკვეულსურათს ქმნის ის, ხო? და შეიძლება მაგრამ ეს გამოვასწრელი პრინციპი რომ თავლაში რო დაიბადო ცხენი უნდა იყოს აუცილებლად მე არა რა თქმა უნდა ხო? გარდა იმისა რომ შენ ხედავ რომ იქ შენი მეგობარია თუ მეზობელი თუ ნათესავი რო იკეთებს აი მაგალითად ოჯახში როდესაც აქვს მაგალითი ბავშვს ამის ის ხო ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაიმსგავსოს ოჯახში შეიძლება მაგრამ ხო შეიძლება რომ პირიქით იყოს იმივე ალბათობით რომ ადგეს და წავიდეს სწავლისკენ აიღოს გეზი თქვა აიღოს უფრო ჯანსაღი მეგობრებისკენ იმ წრისკენ სადაც ეს უფრო მეტია და წეგანაც ვახსენეთ ამასინათ ვიყავით გარემოში აი მშობლის როლი რაშია ხო ყველაზე ერთ-ერთი მთავარი და განსაზღვრელი რომ როცა ხედავს რომ ესეთი რაღაც არის არ არის აუცილებელი ჩემი შვილი იყოს მე რო ხედავ რომ თუნდაც ჩემი მეგობრის შვილი მის მშობელი ამას ვერ ახერხებს ხო ხშირად ვამყოფებ ჩემ შვილთან თუ კი მე მას სწორად რა თქმა უნდა მივცემ იმპულსს და იმას სურვილს რომ თუნდაც რაღაცა წრესში შევიდეს და მაქსიმალურად აარიდოს იმის ხურებას თავი არ არის აუცილებელი გავიარო დავინახო რომ რაღაც ცუდით ხდება და თვალი დავხუჭო და წავიდი არა იმიტომ რომ ის ყველა ვარიანტი უკან ჩვენ გვიბრუნდება გარკვეული დროის შემდეგ ხო თუნდაც ქუჩაში რომ მიდიხარ თქვენ ხო როგორც მოქალაქე და ჩვენ როგორც მოქალაქე ვართ ვალდებული რომ დავინახავთ კრიმინალს იმას ყველანაირად ვებრძოლოთ და რაღაცეები რეაგირება თქვა და რეაგირება გავაკეთოთ ისი არის ესეც მე რომ დავინახავ ამ საკითხს ხომ შემიძლია რომ რაღაც გარკვეული რეაგირება მქონდეს ამის ყველაზე კარგი რეაგირება არის მეგობრობა შვილებთან მეგობრობა ოჯახის წევრებს შორის და არა ყოველ საღამოს მათრახი ციარული ეს არ არის სწორად ეს არ არის აღზრდის ფორმა კი ბატონო და მოქალაქეური პასუხისმგებლობა ალბათ როდესაც ოჯახში მსგავს ეს ვთქვათ სიტუაციაში იზრდება ალბათ ახალგაზრდა თუ ბავშვი იქ მეზობლის ჩართულობა და ნებისმიერ სხვა ადამიანის თუნდაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რთულია ოქროშუალედი დაიცვა მაგრამ ამისთვის კი უნდა წავიდეთ და ვეცადოთ რომ არ წამოვიდეს არ გაგვეზარდოს ის თაობა რომელიც აი ესე ხდება დამოკიდებული ამ რაღაცებზე რაც მის სიკვდილს გამოიწვევს ხო თორე დამოკიდებული კარგ ფილმზე კარგ მუსიკაზე რაზეა საუბარი თუნდაც ხატრობაზე ხაჭაპურზე როგორ ხაჭაპურზე ხაჭაპური აი თუ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული სხვა ტიპის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ყოველთვის უკან არის გადასული იგივე ჭამა თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში განთავისუფლება ალბათ უფრო რელევანტურია დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება კარგი თუ ცუდი ალბათ არ არის ახლა მოვიტყვით ხაჭაპურის დამოკიდებულებას როგორც პათოლოგიურ დამოკიდებულებას ხო კარგ მუსიკას დამოკიდებულება შეიძლება არ მიყავ ეს არის ჩვეულებრივი სიამოვნების მიღება თუნდაც ყვევითი ფორმა დიდი მომავალ შეიძლება ყვებით აშლობამდე ვიყვანოს კიდეც თუმცა არა იმ ტიპის პათოლოგიამდე რაც სხვა დანარჩენებს და ყვევითი აშლობის დროს მიდიხარ არა ხაჭაპურზე ჭამის დამოკიდებულებით არამედ ფსიქოლოგიური პრობლემით როდესაც მუდმივად გაქვს განცდა სითბოს მიღების და ვერ ღებულობ ფროიდის და იუნგის მონაცემებით და მათზე დაყრდნობით ეს არის ჩვეულებრივი დეფიციტი რომელიც ვერ შეივსე ოჯახში ვერ მიიღეს გარემოსგან ყურადღება და მე აქედან უკვე გადადიხარ ნარკოტიკზე, ალკოჰოლზე და ნიკოტინზე. მის სხვა და მათ შორის შეიძლება ხაჭაპურზე. ყველაფერს აქვს უკან თავისი ქვეცნობიერი ფსიქოლოგია, რომელსაც ჩვენ სუგაუდი ვართ, მაგრამ მაინც იქ ბრუნდებით. ძალიან დიდი მადლობა უგუნეს საინტერესო საუბრისთვის. ფსიქიატრი სერგი ცომა იყო ჩვენი სტუმარი, გენდერი და პათოლოგები, ამას საუბრით დავიწყეთ, თუმცა მე მგონი ყველაფერი მიმოვიხილეთ ერთად. მადლობა, დიდი გემშვიდობებით. მადლობა. მადლობა. ტექნოლოგიებზე ვისაუბრეთ დღეს პირველ ქართულ კრიპტოვალუტაზე და შესაბამისად დღევანდელ თემას დღევანდელ გადაცემას ასევე მიუძღვნით კიბერნეტიკას, კიბერუსაფრთხოებას. ჩვენი სტუმარი გახლავთ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ზურაბ მესხიძე, მომავლის ტექნოლოგიების IT მივდივართ. მოგესალმებით ზურაბ. ინტელექტი ჩვენ სამსახურში, ზურაბ, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. დღეს ხელოვნური ინტელექტი უკვე ადამიანის სამსახურში
მასშტაბურად არის ჩართული, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი არაერთი სტუმარი საუბრობს განსაკუთრებით მედიცინის სპეციალისტები, რომ ხელოვნური ინტელექტს აქვს იმის საშუალება, რომ დიაგნოზის დასმაში დაეხმარონ ადამიანებს. მე მაინტერესებს ხელოვნური ინტელექტით, იმიტომ ვიწყებ, რომ მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთან სასაუბროთ, მაინტერესებს სხვა რა სფეროებში შეიძლება გარდა მედიცინისა ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმაროს. ხშირად ვნახულობ ხოლმე მეგობრების კითხვებს თუ როგორ უსვამენ სხვადასხვა სფეროში საინტერესო კითხვებს და ის პასუხობს მათ. თუმცა ძირითადად ჩვენ ხელოვნური ინტელექტი რაში შეიძლება დაგვეხმაროს? აი აქედან რომ დავიწყოთ თუ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა გეთანხმებით რომ ხელოვნური ინტელექტი დღესაა ტოპში, ანუ პირველ ადგილზე არის, ტოპ თემა არის სასაუბროთ და ასევე ტექნოლოგიურად ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი მიმართულება, რომელშიც მხოლოდ 2024 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, დაახლოებით $1 ტრილიონ არის ინვესტირებული. ეს ნიშნავს, რომ უფრო და უფრო განვითარდება და უფრო ბევრ სფეროში შემოვა. მაგალითად, 3 წლის წინ თითოეულ ადამიანმა თუ იცოდა, რომ არსებობდა ChatGPT და მსგავსი კომპანია, თუმცა დღევანდელ დღეს Facebook-ის, Google-ის, Amazon-ის და Microsoft-ის გვერდებზე და თვითონ ჩვენთაგანაც უკვე კარგი მეგობარიც კი გახდა, მათ შორის ანი ხშირად მიმართავს მას კითხვები. უკვე მეგობარსაც უწოდებთ არაჩვეულებრივ ფსიქოანალიტიკოსია, ჩემს ტრაუმებზე ვესაუბრე და მომცან ფანტასტიკური რჩევები. აი თუნდაც და დღეს აქ გაღიმებული ვზივარ მის დამსახურებით. დღეს ხო ძალიან ბევრი ადამიანი ეკითხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასევე ბევრი ადამიანი ეკითხება ფიტნესის მიმართულებად, ბევრი ადამიანი კვების რაციონსაც კი ChatGPT-ის მეშვეობით ადგენს, თუმცა ChatGPT-ს რა თქმა უნდა გაუჩნდა კონკურენტი. აი ტექნიკურად როგორ აგენერირებს ინფორმაციას, ეს უფრო საინტერესო იქნებოდა, მაგალითად ის აღიქვავს ამ ჩვენს ინფორმაციას და კითხვას როგორც რიცხვები და ამით აგენერირებს და შემდეგ აი ინფორმაციას როგორ აჯამებს, აი ეს ნაწილი იქნებოდა საინტერესო ტექნიკურად. ხო, ტექნიკურად რომ მივდგეთ, ზუსტად ისევე როგორც ჩვენი ტვინზე დამოკიდებული ჩვენი ინტელექტი, რასაც ნიშნავს, რომ როგორც აღვიქვამთ ხო ჩვენ ნებისმიერ თუნდაც შეკითხვას ხო როგორც აღვიქვამთ, ჩვენს მეხსიერებაში ვიხედებით და იქიდან ფაქტებზე დაფუძნებულ ცოდნაზე დამოკიდებულ პასუხს პასუხობთ, ხო? ზუსტად ისევე არის და ხელოვნური ზუსტად მაგითო ქვია, რომ აი ტვინის ანალოგიური ინტელექტი არის გამოყვანილი, უბრალოდ ისა ხელოვნური. აქვს ჩვეულებრივი ნეირონები და ამ ნეირონების კავშირების მეშვეობით დგება ფაქტობრივი გარემოება, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად თუ კი ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც 2x2 მაგალითად იყო 4 და მე ასეჯერ რო შევეკითხოთ, ის გვიგნოს პასუხს შესაბამისად. უბრალოდ ეს არის ძალიან დიდ მასშტაბებზე მოცული და ძალიან დიდი ინფორმაციის დამუშავება შეუძლია ძალიან სწრაფად. აი მაგალითისათვის რომ მოვიყვანოთ, თუ კი 50 წლის წინ ავიღებდით კომპიუტერებს და პროცესორებს, ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ტექნიკურად ის განვითარებული არ იყო, შესაბამისად არ ქონდა ის სისტემები და ტექნიკები, რაც დღევანდელ დღეს აქვს და დაჭირდებოდა წლები იმისათვის, რომ გაეცა პასუხი მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ერთ შეკითხვას ერთი მომხმარებლისათვის. ხელოვნური ინტელექტის სწავლება და შესწავლა 1954 წლიდან მოდის, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს და პირველი ალგორითმები, პირველი ეს მიდგომები სწორედ ამ პერიოდიდან მოდის. თუმცა მაშინ ტექნოლოგიურად სოფლიო მზად არ იყო იმისათვის, რომ ეს ტექნოლოგია აქტიურად შემოსულიყო დღევანდელ ცხოვრებაში. იცი, კიბერუსაფრთხოება მაინტერესებს ChatGPT-ის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის ძალიან დიდ ინფორმაციას ვუზიარებთ მართლაც და ვიღაცა შეიძლება ქონდეს ამაზე წდომა? ზუსტად ანალოგიური შეკითხვა შეიძლება ჩვენ გქონდეს თუნდაც Google-ის მიმართ, ხო? იმიტომ რომ Google-ს აქვს ჩვენი ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენს გადაადგილებაზე, ჩვენს ყოველდღიურ გეგმებზე, ჩვენს კალენდარზე და ასე შემდეგ. ხო, აქ არის სისტემებზე საუბარი, რომელიც სისტემიც ყველაზე მეტ თანხას და ყველაზე მეტ დროს უთმობს სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებას და ერთგვარად სტანდარტებს ამყარებს ამის მიმართულებით. თან დაცული ვართ. ხო, დღევანდელ დღემდე ჯერჯერობით დაცული ვარ და იმედი ასეც გაგრძელდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით დაახლოებით 3 წელი ოპერირებს უკვე ბაზარზე ChatGPT და ჯერჯერობით ინფორმაციის გაჟონვის უშუალო ფაქტები არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ანუ მაგალითად ანი როდესაც ეკითხება ChatGPT-ს, მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ციფრი. ჩვეულებრივი ციფრი და არა ის, რომ თქვათ ანი ეკითხება და პიროვნული დამოკიდებულება და მსგავსი ქონდეს, ზუსტად ამიტომ არის ეს ხელოვნური, ხო?
იცის რო ანი ხო, ნუ სახელი შეიძლება იცოდეს, თავარია რომ ანი ბედნიერი. ეს არის ჩვენთვის თავარი. მაგრამ ხშირად მისი პასუხები ჩათვალე რომ რა ახლობებით მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ კარგ და წარმატებულ ფსიქოლოგს ესაუბრები ერთდროულად. და მათგან ფაქტებზე დაფუძნებულ, გაერთიანებულ პასუხს იღებ. ნუ ბევრჯერ მსმენია მედიცინაში ვინც მუშაობს ახლო მეგობრებისგან რომ აი მე მაგალითად დიაგნოზი რასაც ვფიქრობდი ვკითხე ChatGPT-ს და ზუსტად იგივე მომცა ანალიზი ზურა იცი რა მინდა კითხო ჩვენ საუბრობთ თითქოს ეხა ამას ინებთ ახლა ერთი სტატია რომ შესაძლოა ხელოვნური ინტელექტი თქვათ იგივე ფიზიკური რობოტის სახით წარმოგვიდგენს რომელსაც ადამიანი იყიდის და სახლში ეყოლება და თქვათ საუბართან ერთად თქვათ მასთან კონტაქტი ფიზიკური კონტაქტით შეიძლება ხო მცირედაში ჩვენ რობოტიზებულ სამყაროში ისეთ ცხოვრობთ ხო ჩვენ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანები სარეცხი მანქანები მაცვირები ჭკვიანი სახლები სმარტ სახლები რომელიც ესე იგი მტვერსასრუტიც კი რობოტიზირებულია აქედან გონდე თქვა კიდევ რაში ანი საყვარელი რობოტია სხვათა შორის მტვერსასრუტი ხო ჭკვიანი მტვერსასრუტი აქედან გონდე თქვა დამატებით თქვა რა ინოვაციებს შესაძლოა ველოდოთ კიბერსამყაროში რატომღაც ადამიანებს მიაჩნიათ რომ ეს რობოტი უნდა იყოს მანდამაც აი ტერმინატორში რო ორი ხელით ორი ფეხით და რაღაცა ისეთი რობოტი არის მაგალითად ვეთანხმები არის ესა ჭკვიანი მტვერსასრუტი ანუ რობოტი რას ნიშნავს რომ ციფრული მექანიზმი ასრულებს იმ დანიშნულებას რასაც ჩვენ ფიზიკურად უნდა უმკლავდებოდეთ იგივე სრული საყოფაცხოვრებო ტექნიკა რაც ჩვენ გვაქვს და მაგალითად ჩვეულებრივი რობოტად შეიძლება ჩაითვალოს სახში ვისაც გაქვთ Amazon Alexa ან Google Home-ის დამხმარე რომელსაც ეუბნები რომ მაგალითად აი მაცივარი -3-დან -2-ზე ჩამოიყვანე ან თუნდაც იქ ღუმელი ჩართე სანამ ლოგინი დადგები ღუმელი ჩართე რომ ხაჭაპური მაგალითად მომზადებული დაგახვედროს და უკვე რო აი ის ნიუანსები რაში შენ დრო და ენერგია უნდა დახარჯო იმას თუ კი გიკეთებ შენ ტექნოლოგია ესა რობოტის ზუსტი განსაზღვრება მას არ ჭირდება ხო კონდეს ის ორი ხელი და რაღაცები ან თუნდაც ის რომ დღევანდელ დღეს უკვე რობოტის სისტემები ხელოვნური ინტელექტი ავტომანქანებში მომავალში რას უნდა ველოდოთ აი ზუსტად მაგ ვიყავი მისული აი ავტომანქანებში შემოდის უკვე ხო ანუ ჩვენ შეიძლება საჭესთან და საჭი არ ვმართოთ ისე ავტომობილო მიგვიყვანოს სამსახურში აი ტესლას ქონდა ერთ-ერთი საინტერესო პირობა რომ აი თქვენ რო სამსახურში მიგიყვანთ თქვენ შეგიძლია რეჟიმით ჩართოთ ტაქსი და თქვენი ავტომობილი თანხას გამოიმუშავებს თქვენს მაგივრად ხო ანუ ესეც ერთ-ერთი უკვე ახალი ხო? ანუ მანქანის ღირებულება შეიძლება უკვე კომპენსაცია გააკეთო იმით, რომ სამსახურში ლამაზად ხარ, ეტყვი 6-ებო მაკითხე იქამდე ტაქსის მოვალეობას ასრულებს, დადის და შემდეგ უკვე ეს ფული მოდის ჩვენთან, რა თქმა უნდა. ეს ყველაზე კარგი გამოვლინებაა, იმიტომ რომ ენერგიას დროს და თან ფინანსური რესურსის გამოგლუშავს, კი. თუმცა მანევრირება ის ცნობი, მე ამას ინდებ ნახე იგივე Tesla-ს მოდელზე იყო შეცდომა, როდესაც ადამიანური ჩარევა მაინც ბოლო მომენტში საჭირო გახდა და კონკრეტული მანევრის შედეგად მან აიცილა ავტომობილი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი 99% ისევ ადამიანი მართავს სხვა მანქანებს და ზუსტად ეგ არის სანამ აქ მივალთ ჯერ დამუშავების ეს ჩვენ საუბრობთ, როდესაც მთლიანად რობოტიზებული იქნება საგზაო მოძრაობა. რა თქმა უნდა, გადავალ არა მარტო მანქანებზე, არამედ თუ კი ამ საინფორმაციო ტექნოლოგიურ საინფორმაციო წყაროებს მივადენთ ყურადღებას, ძალიან ბევრი გამოჩნდა დრონი ტაქსებიც ასევე და დრონი სამართავი ავტომობილებით, სადაც ერთადგილიანი ან ორადგილიანია ჯერჯერობით. თუ კი გავიხსენებთ იმ ტექნოლოგიას ავტომობილი საიდან მოდის, შესაბამისად ამასაც და თუ კი იმ პროგრესს გავითვალისწინებთ დღევანდელ დღეს არის შორეული მომავალი მე მგონი არ ჩანს მაჩორს იაპონია გეგმავს მე მგონი ხო პირველი მფრინავი ტაქსების და დამკვიდრებას თვალსწრაფი 2029 წლისთვის აქვს გეგმაში რომ მფრინავი ტაქსები უკვე მასშტაბური იყოს მის ქვეყანაში. ზურა იცი რა მაინტერესებს ბოლო დროს ვირუსულად გავრცელდა ვიდეო სადაც ერთ-ერთი რობოტი გამოდის წყობიდან და ფაქტობრივად კინაღამ დააზიანა ადამიანი რაღაცა დაბმული იყო თორე არ ვიცი რა მოხდებოდა ეს ვიდეო იქნებოდა ალბათ ლეტალური შედეგი დასრულდებოდა. აი ვართ დაზღვეული თუ არ ვართ დაზღვეული ანუ რა საფრთხის წინაშე ვდგავართ რეალურად? და ბევრი დისტოპიური ფილმის სცენარი შეიძლება რომ კი ხო აი Boston Dynamics ძალიან ხშირად მოიხსენებენ მაგ დროს როდესაც ის ძაღლი რობოტი რო ყავს რომელიც შემდეგ იქ ერთ-ერთ ტელესერიალში იყო ნუ ძირითადად ეგრეთ წოდებული ვირალ ვიდეოებისთვის აკეთებენ მსგავს რაღაცებს რომ პირიქით ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს ძალიან ის იყო მარკეტინგული სვლა ხო რა თქმა უნდა მარკეტინგული სვლა იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანზე გავრცელდეს და ბევრმა ადამიანმა გაიგოს და იმის შემდეგ დაიწყოს ძებნა რომ აი რომელი აწარმოებს ამ რობოტს რომელი არ აწარმოებს და ასე შემდეგ. თუმცა, ну, თუ კი შევხედავთ, ანუ რას გულისხმობს, ანუ ხელოვნური ინტელექტი
ძალიან ბევრი ფაქტის, ძალიან მოკლე დროში დამუშავება, ხო? თუნდაც დღევანდელი სახით რა რობოტებიც ჩვენ ვიცით, თუ კი გადავალთ ზუსტად Boston Dynamics-ზე და მსგავსი ტიპის რობოტებზე, მათ უწევთ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება და ძალიან სწრაფი დამუშავება იმისათვის, რომ მიიღონ განაწყვეტილება და ეს დაფუძნებულია, რა თქმა უნდა, ადამიანურ ფაქტორებზე, ხო? ანუ ჩვენ ადამიანები ვართ, რაც არ უნდა ისე ჟღერდეს, ხო ჩვენ ხშირად ბევრ შეცდომას ვუშვებთ, რომელიც ადამიანობიდან გამომდინარე, თუნდაც ის, რომ მაგალითად შეიძლება დაგვამტკნაროს ან დაგვაცემინოს შვატარების დროს და ტოლოს დავაწევ, მუქუშ დავაწევ, ამით ფეხი, ხო? ეს ხო გაუთვალისწინებელია, იგივე რობოტისათვის შეუძლებელია. წარმოიდგინე, როდესაც 100 ადამიანს ეხება ეს და თან საცობის მოძრაობაში შესაბამისად ძალიან ბევრი მონაცემის დამუშავება, რა თქმა უნდა, რობოტი კი არის, მაგრამ შეზღუდული არის, რა თქმა უნდა, რესურსებში. რესურსებზე ასევე გავიხსენებ, დღეს ხელოვნური ინტელექტი იმდენად დიდ მოთხოვნაზე გავიდა, რომ რესურსები, რომელსაც ის მოიხმართ, არის კოლოსალური რესურსი, რა თქმა უნდა, გულისხმობ ელექტროენერგიას და ინტერნეტის მოხმარებას, რაც, რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იქამდე, რომ ჯერჯერობით გაჩნდება ისევ ახალი პროფესიები და ახალი მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს აი ამ მიმართულების ოპტიმიზაციას. აი ციფრულ სუვერენიტეტზე ვკითხულობდი გუშინ და ძალიან დამაინტერესა. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს რაღაცა საკუთარი კიბერუსაფრთხოების სტრატეგია თუ რაღაც გლობალურს უნდა მოერგოს საინტერესო. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას თავის უნდა ჰქონდეს ეს ერთი და დავიწყოთ იმით, რომ კიდე ერთხელ მინდა ტელემაყურებელში ვახსენო, რომ კიბერომი, რაც მოხდა ორ სახელმწიფოს შორის, ერთ-ერთი იყო საქართველო, მეორე იყო რუსეთი 2008 წელს. ესაა ჯერჯერობით პირველი ცნობილი ფაქტი კიბერომისა. შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყანა უნდა იყოს მზად ამისათვის, იმიტომ რომ ქვეყანა მონაცემები თან მით უმეტეს დღევანდელ დღეს, ანუ მონაცემების უმრავლესობა ციფრული სახით არის უკვე. მონაცემებში აქ საუბარია როგორც საბანკო სფეროზე, ასევე ჯანდაცვის სფეროზე, ასევე ფინანსურ სფეროზე, ასევე თავდაცვის სფეროზე და ეს ყველაფერი გაციფრულებული არის, ხო? შესაბამისად, ანუ თუ კი ადრე მხოლოდ ციხესიმაგრის აშენება იყო საკმარისი იმისთვის, რომ მტრისგან თავი დაგვეცვა და ანუ ერთი ხეობა რაღაცა დაგვეცვა და მტერი ვერ შემოდიოდა ქვეყანაში, დღეს ეს არხები ძალიან ბევრია. თუ კი ამ არხებს ციფრულში გადავიტანთ 10000-ზე მეტი ციფრული არხი არის, ეგრეთ წოდებული პორტები, რომლითაც მიმდინარეობს ინფორმაციის მიმოსვლა და რა თქმა უნდა, ყველა მათი კონტროლი და ყველა მათი დაცვა და შესაბამისი გათვალისწინება აუცილებელია იმისათვის, რომ სხვა სახელმწიფომ ამით არ ისარგებლოს. მაგალითად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ყველაზე ისეთი ცნობილი რამდენიმე ქვეყანა და ერთ-ერთი არის ჩრდილოეთ კორეა, რომელიც ძირითადად საბანკო სექტორზე ურტყამს ისეთ ქვეყნებს, რომელიც არის, თუნდაც სპარსეთის ყურეში, თუნდაც ამერიკაში, თუნდაც ბრიტანეთის საფონდო ბირჟები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, დარტყმებში რა იგულისხმება? კიბერშეტევები, რომელიც ცდილობს, რომ საბანკო სექტორი გააჩეროს, საბანკო ტრანზაქციები გააჩეროს, თითეული ამის გაჩერება, რა თქმა უნდა, მილიონობით და მილიარდობით დოლარის ზარალი არის, ამით დააზრაულს ის ქვეყნები და ასევე თუ კი მონაცემებს მოიპარავს ამ ზარალის შემდეგ, მონაცემების მოპარვაში გულისხმობ პირდაპირ საბანკო ანგარიშები, საბანკო ბარათის მონაცემები და ასე შემდეგ უკვე იხეირონ ფინანსურად ეს ერთ-ერთი იგივენაირად შეიძლება ელექტრონული ფულის მოპარვაც. ხო, რა თქმა უნდა, ელექტრონული საფულე თან დღევანდელ დღეს ჯერჯერობით ისევ პროგრესირებადი და განვითარებადი შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ ბოლომდე მისი უსაფრთხოება კი ბლოკჩეინშია განთავსებული, მაგრამ ბევრი ადამიანი ხდება მსხვერპლი, იმიტომ რომ არ იცის ზუსტად რომელი უნდა გამოიყენოს და ზუსტად რომის მეშვეობით უნდა გადარიცხოს და გამოიყენოს ეს თანხები. რის გამოც ძალიან ბევრი დიდ თანხებს კარგავს, იმიტომ რომ ხშირად ანუ კრიპტო რატო არის და ელექტრონული საფულეები რატო არის ანუ მიმზიდველი, იმიტომ რომ ზუსტად ერთ წუთში შეგიძლია გადარიცხოს შენ ძალიან დიდი რაოდენობის თანხა, რომელსაც დღეები და ხანდახან კვირაები ჭირდება იგივე საბანკო სფეროთი, ხო? ხშირია უკვე შემოდის ბაზარზე, ხო, ეს ანუ ხალხი ბინებს კიდულობს და ვილებს კიდულობს კრიპტოვალუტით და შესაბამისად, ანუ ხშირი არის, როდესაც ეგრეთ წოდებულმა კრიპტო დამნაშავეებმა იციან, როგორ უნდა მიმართონ და როგორ უნდა იმოქმედონ პოტენციურ მსხვერპლებს. თუ კი მათ სწორი ინფორმაცია არ აქვს, რისთვისაც, რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოება და კიბერჰიგიენა არის დღევანდელ დღეს აუცილებელი. როგორც აი პანდემიის დროს ჩვენ მქონდა რომ ხელი უნდა დავიბანოთ ის ნიღაბი უნდა გავეკეთოთ და მსგავსი, ზუსტად ისე უნდა ვიცოდეთ საბაზისო ჰიგიენა კიბერსივსეში და როგორ დავიცვათ ეს ყველაფერი. უღრმესი მადლობა, საკმაოდ საინტერესო საუბრობთ. ჩვენ ქრონომეტრაჟში ვართ შეზღუდული, ამიტომ უნდა დაგიმშვიდობოთ თქვენთან საუბარი დაუსრულებლად კი შეიძლება და სხვა საინტერესო სიახლეებზე, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ისმის ჰუმანოიდ რობოტთან დაკავშირებით ამ რბოლაში, რომელიც გაიმარჯვებს ჩინეთს
იცით თუ ამერიკა საბოლოო ჯამში ალბათ რამდენიმე დღეში გვეცოდება პასუხი და თქვენ რომელს უჭერთ მხარს როგორ გონიათ ამ ბოლოში რომ გაიმარჯვებს? მე უფრო პროგრესს ვუჭერ მხარს და იმ მიმართულებას, რომ ნებისმიერი სახით ეს ჰუმანოიდი რობოტი იყოს პირველ რიგში მიმართული იმისათვის, რომ ჩვენ გვაგვიველოს კიდევ ერთხელ ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა. კი ბატონო, უღრმესი მადლობა. მადლობა ზურა მესხიძე იყო ჩვენი სტუმარი თანამედროვე ტექნოლოგიების საუბრობდით. ზაფხულის ადგომასთან ერთად შვებულებების პერიოდიც მოდის, შესაბამისად მეტი განტვირთვა, გართობა ალბათ ადამიანებს ჭირდება და არ გვაწყენდა. თვითსე თქვენი საყვარელი ეს ვთქვათ ალკოჰოლი რომელია და თუ მირთმევთ ხოლმე? ალკოჰოლი მხოლოდ დოზირებულად, აუცილებლად და რაც შეეხება რომელს მივირთმევ, ბოლო დროს აღმოაჩნდა ძალიან საინტერესო რეცეპტი კოქტეილის. მარტინის ხო რამდენიმე სახეობა არსებობს, ერთ-ერთი არის ციტრუსის ბაზაზე დამზადებული, ეს ძალიან ცოტა რამდენიმე ჭიქა, მარტინი უნდა გავურიოთ ეგრეთ წოდებულ ტონიკში, ეს არის გაზიანი წყალი, ჩავაგდოთ შიგნით ფორთოხელი და გამოდის გამოჯანსაღებელი არაჩვეულებრივი კოქტეილი და რაც მთავარია ნატურალური, ყოველგვარი მინარევების გარეშე, ბევრი შაქრის გარეშე, იმიტომ შაქარი და ალკოჰოლი ერთად ძალიან ცუდად მოქმედებს. კი ბატონო, მოკლედ ნონა მგზავრუძეს შევეხმიანოთ, რომელიც ზაფხულისთვის ყველაზე ტრენდულ და მოთხოვნად რამდენიმე კოქტეილს გაგვიზიარებს, საკმაოდ საინტერესო ლოკაციაზე იმყოფება და ბექგრაუნდი საკმაოდ ესეთ ვინტაჟური და სასიამოვნო. ნონას შუადღე მშვიდობის გეტყობა რომ კარგ განწყობაზე ხარ, სავარაუდოდ უკვე დააგემოვნე რამდენიმე კოქტეილი თუ არა ერთი მაინც. მოგესალმებით. უნდა თვალები გიშუშუნებს უკვე. ისე შეუძლებელია აქ. კი მეგობრებო, ოღონდ არ დაგვაუწყდეს რომ ალკოჰოლი ზომიერი რაოდენობით უნდა მივიღოთ. მივესალმები დიდი შესვენების ერთგულ მაყურებელს, სწორედ გამოიცანით შესანიშნავ ადგილას ვართ, ზაფხული ახლოვდება და რა თქმა უნდა შევეგებოთ შესანიშნავი განწყობით და ასევე ცივი სასმელებით, რომლის მომზადებასაც ახლა ანრი მიქელაძესთან ერთად ვისწავლით. ანრი, მადლობა რომ დაგვიწმეთ დრო. მოდი ვუთხრათ ჩვენ მაყურებელს, რას ვამზადებთ დღეს და რა ინგრედიენტები დაგვჭირდება მისთვის. დღეს მომზადებთ კოქტეილ პოსტარ მარტენს. დღეს დაგვჭირდება მარაკუიას სიროპი 50 გრამი. მე შემიძლია ცვლილია მივიღო მომზადებაში თავისწავლით ან პირველად მომზადებ. 25 ლიმონის წვენი. ჯერჯერობით ვამზადებთ უბრალოდ აქეთ მოგოქვს ესე იგი. და შაქრის სიროპი 15 მილიგრამი დაახლოებით. და დაგვჭირდება არაყი 50 გრამი. აჰა, შვენიერი. პირველ რიგში ვაცივებ ჭიქას. ყინულებს. კი ბატონო. შენდეს ყინულს ვათავსებ ჩეიქაში. რომელსაც მე შევამჭრევ. ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია აფრიო ერთმანეთში. კარგი ტექნიკა. ამ ინვენტარის გარეშე სახლში ალბათ ვერ შევძლებს მომზადებას კოქტეილის? არა მგონია, ანუ ისეთ გემოზე ვერ დაჯდება, როგორც უნდა იყოს. განსხვავებული იქნება მაინც, თუმცა რომ სადაც შესაძლებელია, ხო? ან შევიძინოთ მსგავსი ინვენტარი და შესანიშნავად მომზადებთ და გაუმასპინძლებით ჩვენ საყვარელ ადამიანებს. ესე იგი, ანრი უკვე ამზადებს თვალის ზომით კი არა და აქ ხარი გრამები და ამის მიხედვით ხვდებით რა რაოდენობის ინგრედიენტი გვჭირდება კონკრეტულად. ეს არის მარაკუია, ახლა გავამატეთ, ესე იგი. ანრი. და შემდეგი ეტაპი არის რა? ჯერ კიდევ ვამატებთ, ესე იგი, სასმელებს. რომ უფრო გემრიელი გემოები იყოს. ანრი, საინტერესოა მომხმარებელს ზაფხულში ძირითადად ალკოჰოლიანი კოქტეილი ურჩევნია თუ უალკოჰოლო? ერთად ჩვენთან ბოჰემაში მაგალითად უფრო ალკოჰოლიანს ანიჭებენ უპირატესობას. ზაფხულში ალკოჰოლი მაინც ყოველთვის ლიდერობს ესე იგი, თუმცა ზომიერი რაოდენობით. შენი პირველი კოქტეილი რომელი იყო თუ გახსენდება, რომელიც მოამზადე? მოხიტა. მოხიტა? ალკოჰოლით, ესეც? კი. შესანიშნავია. რამდენი წლიდან დაიწყე ხანმა? აჰა, შემიძლია უკვე? კი. მე შატავ. ესე უნდა მოვიქცე? ცოტა ძლიერად. ცოტა ძლიერად რომ კაფე საჭიროა ამ კოქტეილისთვის თუ არა? კი. კარგი. ლეცდები ცოტა ძლიერად გამოვიდა. სწორედ მიჭირავს, ასე უნდა მიჭირავს, რაღაც ხმები არის და ცოტა ხმაურიანია, მაგრამ კოქტეილის მომზადება სხვაგვარად როგორ წარმოგვიდგენია მეგობრებო? თორმარხია. და დამეხმარე.
მზადდება ხა ვის უკეთ გამოული. მე დავიტანდი. აჰა. ესე იგი პირველი კოქტეილი? მზადდა ხა? ძალიან კარგი, რა მარტივია კოქტეილის მომზადება. შემდეგ ვიღებ სტრეინერს, ანუ საწურს, ყინული ვარ გამოყვეს. აჰა. შემდეგ ვიღებთ ორმაგ სტრეინერს. ჭიქა გაგვიცივდა და ახლა დროა გადავიტანოთ. ესე იგი ამ კოქტეილს ყინული არ ჭირდება. თავარია ჭიქა ცივი არის, უკვე შემზადებულია. სახელწოდება კიდევ ერთხელ. კონსტან მარტენე. აჰა, შესანიშნავი, ზაფხულში იდეალურია ალბათ ამის მირთმევა. ვაუ, და კარგად გამოიყურება, ახლა კადრით აჩვენა თუ შეიძლება ჩვენ მაყურებელს. ბოლო ეტაპებზე ვართ, მომდაგებთ. ლიმონს თუ პორტოხალს? პორტოხალის ჩირს. ვერ გამოვიცანი, მეც კი ვერ გამოვიცანი. ძალიან ლამაზია, აი ნამდვილად საფხულის შესაფერისია. ესე იგი მზად არის? კი. შეგვიძლია დავაგემოვნოთ? შეიძლება. და ნახოთ აბა რამდენად კარგი გემოვდა. სასწაულია მეგობრებო, აი ძალიან გემრიელია, უკვე საფხულში გადავეშვი, კარგად არ აღვიქვამ რომ გარეთ წვიმს, აღარ მახსოვს, მზეა, სიცხეა პლაჟზე. ეს შეგვიძლია გადავიტანოთ და როგორც ვიცი, მეორე კოქტეილსაც ვამზადებთ, ხო? ნონა, სანამ მეორე კოქტეილის მზადებას დაიწყებს, კითხე ჩვენს ბარმენს გროპს ავტორო კოქტეილს ვაცივებთ. საავტორო კოქტეილის გროპს და ზოგადად კოქტეილის მზადების დროს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა. საინტერესებს საავტორო კოქტეილი თუ გაქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაც უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად კოქტეილის მომზადებისას. პირველ რიგში ჩემზე მთავარია გულით უნდა გააკეთო. აჰა. და მე ადამიანის გემოვნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ახლა აქ იდეალურად იყო დაბალანსებული ყველა გემო ნამდვილად, აი სასწაულია კადრს მიღმა აუცილებლად გავაგრძელებთ და გემოვნებას. გავაგრძელებთ? კი, შეგვიძლია დავიწყოთ მეორე კოქტეილის მომზადება. იგივე პრინციპით ჯერ ჭიქას ვაცივებ და მე ყინულს ვაკეთებ შეიტყვეს. ყინული აუცილებლად. მოკლედ ანრი ისე პროფესიონალურად აკეთებს ყველაფერს და გასაკვირია. პირველ რიგში ვიყენებ ანანასის წვენს 100-120 მილიგრამი. თან ცოტა უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ დროში ვიწვით სამწუხაროდ გაიწყობა. კოკოსის ლიქიორს ვიყენებთ 20 გრამი 15. ძალიან კარგი გემოებია. აი მართლაც საფხულის შესაფერია. ანრი რამდენად ბევრი კოქტეილის მომზადება გიწევს საფხულში მომხმარებლებისთვის? აი დაახლოებით რა რაოდენობის? საფხულში საკმაოდ ბევრი. დაახლოებით დღეში 55-60. ძალიან ბევრია. და ვიყენებთ კოკოსის სიროპს. გადავედით კოკოსის სიროპზე. დავამატოთ. რა დაგვრჩა კიდე ამისთვის? ამ კოქტეილის სახელწოდებაც გავუყურეთ? პინაკოლადა. პინაკოლადა. ბევრს მოსწონს ეს კოქტეილი? საკმაოდ. თვითონადია, ვისაც ტკბილი გემოები უყურს. აი მაგალითად მოდის ადამიანი და არ იცის რა უნდა. კოქტეილი უნდა, მაგრამ რომელი გემო არა, როგორ ხვდები, რომ თავისი შესაფერისი კოქტეილი შეურჩიო? პირველ რიგში გემოს ვაკითხები, ანუ თავის გემოვნება უნდა მითხრას, რომ აი მაგიდან გამომდინარე გავაკეთო ყველაფერი. ესეც შეიკრის ეტაპზე ვართ? ჩემი საქმეა ეგ, ხო? ნახოთ, აბა ეს როგორ გამომივა. ამას როგორც ვიცი, სჭირდება კაფი. კი. და შესაბამისად კარგი უნდა შეპანჯრია. ცოტა ვეკოპრებია. მაგრამ არა უშავს. ასე უნდა შევახო? ხო. ჯერ არ არის მზად? ჯერ არა, ცოტა კიდევ. ცოტა კიდე. ავიბანავე. აი უშავს. ასა. აი პროფესიონალურად გაიგებოთ, მეგობრებო, უმჯობესია. ეს ბოლო ეტაპზე ვართ, ჩვენი პინაკოლადა მზადდება. დასასრულს უახლოვდება, უბრალოდ როგორც ხედავთ ჩვენი მაყურებელი საკმაოდ მარტივია ორივე კოქტეილის მომზადება და დამიჯერეთ უგემრიელესია თუ გავითვალისწინებთ ამ რჩევებს თქვენ აუცილებლად გამოგივათ შესანიშნავი კოქტეილი, რომელშიც ისე ამოვნებთ გაუმასპინძლებით ასევე საყვარელ ადამიანებს.
ანრი რა რჩევას მისცემდი იმ ადამიანებს, ვინც პირველად ამზადებს კოქტეილს? რა გაითვალისწინებ? რო გულით გააკეთო ის საქმე? ბოლოს კი. ანანასი მთავარი ინგრედიენტი ამ კოქტეილის, რაიმე. ანრი, ამასაც დავაგემოვნებ თუ შეიძლება. და უთხრათ ჩვენ მაყურებელს, როგორია გულწრფელი ემოციები გამოვზარო ახალ გეტყვის მიღებება. სასწაულია. უნდა დაგემშვიდობოთ. ეს უფრო მეტად მომეწონა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ის ჩემს გემოვნებაში გიждები ქოქოსზე. ასე რომ თქვენ გადაწყვეტეთ, რომელი გირჩევიათ მომზადოთ თქვენთვის თუ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. მე დაგემშვიდობებით, მომავალ ჩართვამდე მაინტერესებს წამყვანებს ამდენ მოეწონათ ეს ყველაფერი. ვიზუალურად საკმაოდ საინტერესო გამოიყურება და აუცილებლად როდესაც ვესტუმრებით ვიკითხავთ ნონას საყვარელ კოქტეილს, რომელიც ყვანებს, რომელიც არის ქოქოსი, კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა შენ სტუმარს. დროა დავიმშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, სადაც დღეისათვის სულ ეს იყო, ხვალამდე გემშვიდობებით. ახონდის.